მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია გადაცემა ახალი პარადიგმა, მე მისი წამყვანი თენგო ომანიძე გახლავართ. დღევანდელ გადაცემაში ჩვენი სტუმრები იქნებიან ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი მამუკა კარტოზია და პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიცსაბჭოს წევრი ქალბატონი ნატა არგვლიანი. მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ჩემს მეგობარს ქალბატონ ნატას. დარწმუნებული ვარ საინტერესო ეთერი გამოგვივა, იმიტომ რომ მინდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციით დავიწყოთ საუბარი. ეს ინფორმაცია უკვე გავიდა ჩვენთან შვიდიან გამოშვებაშიც და საზოგადოებამაც შეიტყო ამის შესახებ, იმიტომ რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა შესაბამისი განცხადება. ჩვენ თანამემამულეები ალექსი მამულია და ივანე ჯაფიაშვილი, რომლებიც იმყოფებოდნენ ცხინვალის იზოლატორში, არიან თავისუფლები, გათავისუფლდნენ ისინი დაუბრუნდნენ უკვე საკუთარ ოჯახებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ საკითხში, რა თქმა უნდა, თავარი როლი შეასრულა სახელმწიფო უწყებების ძალიან ეფექტურმა მუშაობამ და ასევე განსაკუთრებული წვლილი ამ პროცესში ჰქონდა პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ერთ-ერთ ლიდერს ბატონ მამუკა პიპიას და სწორედ მისი პერსონალური მონაწილეობით მოხდა აი ამ შედეგის მიღწევა. მე მინდა გულწრფელად მოგილოცოთ, მიულოცო მთელ საქართველოს აი შედეგი, რაც იქნა მიღწეული და ამასთან დაკავშირებით სანამ საუბარს დავიწყებდეთ, მინდა რომ პატარა ვიდეო გავუშვათ, სადაც მათ შორის გათავისუფლებულიც თვითონ საუბრობს მნიშვნელოვან დეტალებზე. ნორმალური, ასე ვთქვათ, რა ვიცი, ნორმალური, კარგი პირობები იყო. გათავისუფლება როგორ მოხდა? ვინ იხებდა მონაწილეობას გათავისუფლებაში? ჩვენ თვითონ ეგრეთ წოდებულმა სასამართლომ ახლა ღონისძიების სახით პარტიკრობა შეკითხვათ, როგორ მოხდა გათავისუფლება? რაც შეეხება ჩვენს გათავისუფლებას, აქ რა თქმა უნდა, დიდი წვლილი შეიტანეს, ესე იგი, სახელმწიფო სტრუქტურებმა, უსაფრთხოების სამსახურმა, ძალიან დიდი გადამწყვეტი როლი ითამაშა ასევე მამუკა პიპიამ, პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ლიდერმა. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელთა კოორდინირებული და ეფექტური მუშაობის შედეგად დღესდღეობით ჩემი მეუღლე არის თავისუფალი. უბრუნდება ოჯახს, უბრუნდება შვილებს, რა თქმა უნდა, ჩემს მამიდაშვილთან ერთად. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პარტია სოლიდარობა მშვიდობისათვის ლიდერს ბატონ მამუკა პიპიას, რომელიც დაკავების დღიდან, პირველივე დღიდან ჩართული იყო მოლაპარაკებების მაგიდასთან. მის მიერ გაწეული უდიდესი მუშაობის შედეგად უმოკლეს ვადებში მოხდა დაკავებულების გათავისუფლება და ვთვლი, რომ შეუფასებელია მისი როლი დაკავებულების გათავისუფლებაში. მადლობას მოვახსენებ და რა თქმა უნდა, მისაბაძია ქართველი ბიზნესმენის ამგვარი დამოკიდებულება და კიდევ ყველას უღრმეს მადლობას მოვახსენებ, ვინც მცირე წვლილიც კი შეიტანა ჩემი მეუღლის და ჩემი მამიდაშვილის გათავისუფლების საქმეში. ბრუნდებით ეთერში, ქალბატონ ნატა, თქვენთან დავიწყებ საუბარს. ნუ არ ვიცი, პირველ რიგში კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო, რა თქმა უნდა, ოჯახს, რომ ეს ადამიანები უკვე არიან საკუთარ ოჯახში, საკუთარ სახლში. განსაკუთრებული როლი ჰქონდა ამ პროცესშიო მამუკა პიპიას, ეს იქნა აღნიშნული და რა თქმა უნდა, ალბათ ის ნუ ზოგადად ვინც არ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ასეთ მნიშვნელოვან პროცესში, ნამდვილად არის ღირსი, რომ ცალკე იქნას აღნიშნული ეს ყველაფერი, მაგრამ მეორეს მხრივ ეს პროცესი მე რა კუთხით მინდა შეკითხვა დავსვა, არ უნდა იყოს პასუხი მათ შორის აი ამ ჩვენი ლიბერალებისთვის, რომლებიც მუდმივად იმაზე არიან ორიენტირებული, რომ აი ნებისმიერი მცდელობა ქართულ-რუსული დიალოგის ჩაშალონ, რომ თურმე შედეგის მიღწევა, რომ აი ამ გზით ყოფილა უფრო მეტად შესაძლებელი და უფრო ეფექტურად ამ ყველაფრის გაკეთება, ნუ ხო უნდა მოხდეს ამ ყველაფრის დანახვაც და აღიარებაც, ხო, ადრე თუ გვიან. აი ამ კუთხით რო ვისაუბროთ, საინტერესო იქნებოდა თქვენი მოსაზრება. მოგესალმებით ბატონო თენგო, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. რასაკვირველია, უდიდესი წვლილია ამ ჩვენი ორი თანამემამულის სახლში დაბრუნებაში გაღებული ბატონ მამუკა პიპიას, ჩვენ საერთაშორისო მდივანს. რომ არა ბატონი მამუკა, ეს შედეგი სავარაუდოდ არ იქნებოდა და სწორედ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ლიბერალების, რომ ეს ქართველ ბიზნესმენს ამაყად შეუძლია გააკეთოს, რომ ორი ქართველი ადამიანი, რომელიც იქნა დაკავებული
რუსი მესაზღვრეების მიერ იქნა სახში დაბრუნებული. რატომ არ აკეთებდა ამას? წასულიყო ჯაფარიძე და ესენი, როგორც მათ ჩვევიათ უკაცრავად და ჩახდით გაეკეთებინათ საქმე, ხო აჩვენებენ უკან ამას. ესენი არიან პროვოკატორები, ქვეყნის წევრები, რომელსაც არაფერს არ აკეთებენ. ამას რატო იხდიან, რატო არ ცხენ ქართველ ვაჟკაცებს ფულის სანაცვლოდ? მათ აღიარეს ფულის სანაცვლოდ იმდენი გარყვნილება, რაც მე არ მძალუց რომ გავიმეორო, არც ვიკადრებ რომ ის სიტყვები მე გავიმეორო, რაც მათ ხელწერაში მათ შორის სწორედ იმ საზღვართან. მთავარია ფული, დანარჩენი, ყველაფერი მათთვის მეორადი ხარისხოვანი. რაში ადარდებ ჩვენი მამულიშვილი, რომ თანამემამული რომ მან დააკავებული იყო და ლამის ერთი თვე რომ სახლში არ იყო და ცოლშიც მოკლებული იყო, ეს მათ არ ადარდეს. პირიქით, რაც მე ქართველს დაიჭერენ და რაც მე ჩასაფრებული, მით მეტად უხარიათ. სად იყო წითელი ჯვარი? სად იყო ევროკავშირი, ჰა? შეშფოთებას რო ვერ გასცენ, აქ შეშფოთებაც აღარ არის. ოღონდ რამე ცუდი თქვან რუსეთთან. რუსებზე ცუდი კი არ უნდა თქვან. პირიქით, გველსახრელით ამოიყვანს ენატკბილად მოუბარიათ. თუ მიუდგები მტრის სახით კი არა, მტრის ხაც რო ხატავენ ჩვენთვის რუსეთის მხრიდან, ესე კი არა. თუ მიუდგები სწორად რუსეთს, შენ რუსი არასდროს არ დაგარტყამს. თუ არ დაუწყებ აი ეგრე რო ვიტყვი კირკით და რაღაცის ლანძვა გინება და როგორც კი ამათ ავალებთ ეს ბრიუსელიდან და ამერიკიდან თავიანთი ლობისტები როგორც ავალებენ, თუ ესე არ მოიქცევიან, ჩვენ რუსები არაფერს არ გვერჩიან. პირიქით, ჩვენ ძალიან კარგად გქონდა და ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ფაქტის სახეზეა. ქართულ ბიზნესმენს თუ შეუძლია ამის გაკეთება, რასაკვირველია ჩვენი მთავრობის თანადგომი და ჩვენი მთავრობასთან ერთად მოხდა ეს, მაგრამ ის ქართული ბიზნესმენი ხო რუსეთის მხარეს იყო და რომ არ ყოფილიყო ჩვენი ქართული ბიზნესმენი ბატონი მამუკა ფიფია მოხდებოდა ქართული მთავრობის ჩინოვნიკი ჩათვით იყო თუ ვინც იყო მათი მხრიდან ამის საქმის დადებითად გადაწყვეტა რასაკვირველია არ მოხდებოდა. წარსულში გვაქვს მძიმე გამოცდილება, ხო? კი ბატონო და საბოლოოდ ყველა გათავისუფლდება მე დარწმუნებული. როცა ადამიანი ელოდება ამ ხელას სასჯელს და უცებ შეუძლია ქართველ რიგით ადამიანს ბიზნესმენს ამის გაკეთება. როგორ შეიძლება ამ ფაქტის უგულვებყოფა და ამის არ გამოყენება? ყველა მხრივ, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, ჩვენ რა რაკურსითაც არ უნდა იყოს რუსეთთან დიალოგის და ყველაფრისთვის გამოვიყენოთ ჩვენი ქართველები, გამოვიყენოთ საქართველოს კეთილდღეობისთვის და მივიღოთ ესეთივე შედეგი, როგორც დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს. ბედნიერი ოჯახი. ჩვენც რომ ვიყოთ ბედნიერები, ძალიან ბევრ რუსეთში მაცხოვრებელ ბიზნესმენს შეუძლია ამის გაკეთება ბატონ მამუკასთან ერთად და მივიღებთ საერთოდ სხვა მოცემულობა საქართველოში. მეტად ძლიერი საქართველო გვექნება და არ ვიქნები დამოკიდებული ვითომ დასავლეთზე, ვითომ ევროპაზე, ვითომ ამერიკაზე. ჩვენი პატრონები ისინი ნამდვილად არ არიან პირიქით. ისინი ჩვენ ცუდს ელოდებიან ყოველ წამს და უნდათ მეორე როგორც ასადი გაიქცა, ისე გააქციონე ხა ბატონი ბიძი და ასანქცირებენ მთელ საქართველოს. ნუ რა როდემდე უნდა ასანქცირონ, ვითომ მოგვაქცევენ და მოგვახრჯობენ. ჩვენ კარგი მეზობელი ყავს და ჩვენ დავალაგებთ ურთიერთობას და საქართველო გაბწყინდება. ეს იქნება ჩვენი მომავალი. დიდი მადლობა ბატონ მამუკა, თქვენთან გადმოვალ ამ თემაზე სასაუბროთ. ერთის მხრივ ჩვენ რა თქმა უნდა ვერ ვიტყვით რომ მხოლოდ დაუშვათ ორი ადამიანის გათავისუფლებით შეიძლება ყველა პრობლემა გადაიჭრა ეხა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, ხო ეს თავისთავად ასე არ არის და ალბათ ამ სტუდიაში თუ ვინმეს უსაუბრია, ყველაზე მეტი ჩვენ გვისაუბრია სწორედ რამხელა მნიშვნელობა და რა რთული პროცესია ეს ზოგადად ორ სახელმწიფო შორის, მით უმეტეს აი ასეთი 30 წლიანი იმ რეჟიმის შემდეგ, რაც რა ურთიერთობაც არის ჩვენ შორის, ურთიერთობების დათბობა, ნდობის აღდგენა და ასე შემდეგ. მაგრამ მეორეს მხრივ რა არის ამისი ალტერნატივა, რას გვთავაზობენ ამის საპირწონედ იგივე ლიბერალური ძალები? აი კალბატონმა ნატამ სავსებით სწორად გაიხსენა, რომ თუ ჩვენ შევხედავთ მთელი 50 წლის განმავლობაში ჩვენი ქართული პოლიტიკური ელიტის ქცევას, ბოდიში მომითხოვია მაყურებელთან და შარულის ჩახტის იქით შედეგი არ გვინახავს ამ მხრივ. ხედავთ რომ აი დღევანდელი ფაქტი არის ამის ნათელი დასტური, რომ დიალოგს როგორც ჩანს ალბათ მართლაც არ აქვს, ხო? ამ მხრივ ალტერნატივა. აი როდის უნდა მივიდეს საზოგადოება თქვენი აზრით ამ დასკვნამდე და რამდენად მნიშვნელოვანია სწორედ აი ასეთი შემთხვევები, ასეთი ფაქტები საზოგადოების გამოსაფხიზლებლად ამ მხრივ.
აი ეს კარგი ტერმინი იხმარა საზოგადოების გამოსაფხიზლებლად აბსოლუტურად გეთანხმები და მართლა ულოცავ დიდი საქმე გაკეთე და სერიოზული საქმე გაკეთე და ეს უბრალოდ არის იმის პრეამბულა და პრელუდია რომ შეიძლება ისეთ მოლაპარაკების დაწყება შეიძლება ურთიერთობების დამყარება ხა არაერთხელ გვითხოვს ამ სტუდიიდან სულ ამას ვამბობთ მეც თქვენც სამყაროები ჩვენი კოლეგებიც რომ აი ბოლო 30 წლის განმავლობაში იმ პერიოდში როდესაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო სამწუხაროდ წამოვიდა ისეთი ნარატივი რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი არის რუსეთი და საქართველო თუ არ დამოუკიდებლობას დაკარგავს რუსეთის გამო და ანუ რუსეთი არის მტერი და ეს ნარატივი მოდი შევარნაძეს პერიოდიდან მერე უკვე აიყვანა აპოგეაში სააკაშვილმა და შემდგომ წლების მოსვლის პერიოდში ეს მეტნაკლებად შემცირდა ეს მაგრამ აი იმ ძალებმა ამ კოჰაბიტირებულმა ძალებმა სამწუხაროდ დიდი როლი ითამაშეს და სამწუხაროდ ძალიან ნეგატიური და ირაციონალური მოგვცეს ურთიერთობაში კიდევ მინდა აი ძალიან გული მწყდება იცით და რაღაცას ვიტყვით რაღაცას ვამბობთ რაციონალურს დადებიც პოზიტიურს ამ დროს გვაქვს ყველა სიარლეყი რუსოფილის არ მინდა აი ყოველთვის ვამბობ რომ ჩვენ არა ვართ საქართველოს დამოუკიდებლობის ჩვენ ვართ საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრე ჩვენ ვართ სუვერენიტეტის მომხრე უბრალოდ იმ დიდ მეზობელს რომელიც ჩვენ გვერდზე გვყავს 1000 კილომეტრიანი საზღვარგო და მეზობელი რომელიც ფაქტიურად დღეს ერთ-ერთი ლიდერია და წამყვანი ქვეყანა მსოფლიოში ხო მასთან ურთიერთობა არ აქვს ხო აი ამაში უნდა დავიჭიროთ ის დრიტა ჩვენ სამწუხაროდ აი ეს მოცემულობა დავკარგეთ მე არაერთხელ მithქვამს რომ ქვეყანას აქვს დაკარგული სახელმწიფოებრივი აზროვნება ეს იმის ბრალიცაა რომ ჩვენ სახელმწიფოებრიობა არ ქონა 200 წლის განმავლობაში და სამწუხაროდ ვერ მივედით იმ დონემდე ხანდახარ ხელისუფლებამ არაპოპულარული ნაბიჯიც უნდა გადადგას მაგრამ გადადგას თავის ერისა და ქვეყნის აკერდიტყავთ შეიძლება არის ესეთი მომენტი რომ სიტუაცია ხო კონკრეტულად მაგრამ უნდა გააკეთო გასაკეთებელი რა ხო გააკეთე და ის რომ 2 წელი წინ ჩვენ არ ჩავებით საომარ მოქმედებაში გამოჩნდა ეს კულუარული საუბრები და კულუარული შეხვედრების სტენოგრამა ვიცით ჩვენ ყველამ როგორ გვაიზულებდნენ რომ ომში ჩავთულიყავით პირდაპირ ამერიკის ელჩი თხოვდა ღარიბაშვილს რომ ჩართულიყო დაგვეწყოდა ეს ხო არ არის და ეს ხო რეალობა არის ყველაფერი ამას ხო გადავრჩით ხომ შეიძლება რომ აი ესეთი პოზიტიური და რაციონალური დამოკიდებულება გავაგრძელოთ ჩვენ აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეთ ჩვენ უნდა აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა ჩვენ უნდა ჩამოყალიბდეთ და გავარკვიოთ ჩვენს მეზობელთან ყველაზე მთავარი და უმნიშვნელოვანესი ეს არის ჩვენ ნდობა უნდა დაუბრუნოთ რუსეთი ჩვენ არ გვენდობა და უნდობლობის ფაქტია ის რომ აი ესეთი დაზაბული და დისკომფორტი ურთიერთობებში ნდობის ფაქტორია მთავარი და ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი აი ატეხილი აყალმაყალი და ვიცი მთელი სოფლო ეხლა გაოგნებულია ტრამპის მოსვლა ხელისუფლებაში მისი პირველი განკარგულებები პომპეზურად და თეატრალიზებული წარმოდგენა იყო ნახეთ როგორ აწერდა ხელს და პირდაპირ ეთერებში გადაცემდა CNN, Fox News-ი რა ვიცი ყველა ხო უნიშნულოვანესი დღეები გველის ხო აი გადატეხა ელის მსოფლიოს იმიტომ რომ ეს პიროვნება როგორც პოლიტიკოსი დაუშვათ მე ვფიქრობ რომ ტრამპი მაინც ბიზნესმენია და მე პოლიტიკოსი ხო აი არაპროგნოზირებადი კავშირმა არის ეს რას გააკეთებს რა ნაბიჯებს გადადგავს როგორი იქნება მაგრამ თავარი ამოსავალი წერტილი მისთვის არის ამერიკა უპირველეს ყოვლისა ანუ მისი მთავარი პრეამბულა მისი პრიმატი ხედვა არის ამერიკა უპირველეს ყოვლისა ამიტომ იმის ილუზია არ უნდა გქონდეს რომ აი ტრამპი ამას გაგვიკეთებს იმას გაგვიკეთებს არა ტრამპი გააკეთებს თავის ქვეყნისთვის და აი ამ ნარატივს უნდა მოვერგოთ ჩვენ მე აი აქ გვჭირდება ჩვენ საკმაოდ დინამიური და ფორსირებული დიპლომატია მე დარწმუნებული ვარ რომ სანქციების სერია და ეს კასკადის შეწყდება გამორიცხულია არანაირი სანქციები საქართველოს და ხელისუფლებას არ ეკნება ის კი არა საერთოდ ტრამპს ეხა როგორც გუშინ სხვათა შორის ძალიან საინტერესო ინტერვიუ იყო მეთიუ ბრაიზასი გახსოვთ ეს ცნობილი აუდიოზური პიროვნება პირდაპირ თქვა რომ არ არის ინტერესი რა მის გუნდშიც აი კავკასიის და დაუშვათ საქართველოს და აზერბაიჯანი და სომხეთი ერთადერთი მოცემულობა აქვს ტრამპს იმისა რომ მას არ უნდა ომი იყოს სოფლიოში და საომარი კერად ჩვენ გვაქვს კავკასიაში ერთი
სომხეთ აზერბაიჯანის იმას არ დაუშვებს გამორიცხულია ნუ საქართველოს თემა დამოკიდებულებაში რუსეთთან თუ რუსეთთან მოგვარდა და თქვენ კარგად იცით რომ უკვე 100 დღემის მან თავის წარმომადგენელს რომ რუსეთში და უკრაინაში ეს გენერალი დაავალა მას რომ წარმოადგენოს ფორმულა იმისი რომ ომის დამთავრების ეს იმის ნიშანია რომ ამ სამ თვეში შეხვდება უკვე პუტინს და გამზადებული სიტუაცია ექნება ნუ ყველა მიცის უკვე რომ ომი შეწყდება ერთადერთი მთავარი იქნება ის რომ ომი ამ საომარი მოქმედების ხაზზე სადაც არის იქ შეწყდება და უკვე მე დანარჩენზე კონკრეტულ პირობებზე მოილაპარაკებენ და აი ეს არის მთავარი ჩვენთვის ამოსავალი წერტილი და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ კავკასია საერთოდ არ არის მის თვალსაჩინში ამ ეტაპზე და ხო კონცენტრირებულია საერთოდ არ არის კონცენტრი იქ მასე თურქეთი ირანი ჩინეთი ინდოეთი პანამა გრენლანდია და ასე შემდეგ მისთვის მთავარი ახლა ხედვა არის ეკონომიკა ვაჭრობა ანუ უფრო ხო გეუბნებით უკვე ბიზნეს თემით არის დაინტერესებული ეს არ ნიშნავს იმას რომ იგნორირებულია პოლიტიკა არა რა თქმა უნდა ეს სინთეზია და უნისონში მოდის ერთმანეთში მაგრამ პრიორიტეტი მაინც მას აქვს ამიტომ ხდება ესეთი დამოკიდებულება და ჩვენ აი ამ სიტუაციით მე არ ვიცი ახლა როგორ და რანაირად გადაწყდება მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ეს რაციონი იქნება ომის შეწყვა ის არის ყველაზე მთავარი ომის შეწყვეტის შემთხვევაში უკვე სხვა მიდგომები და სხვა ფასეულობები შემოვა ჩვენს ურთიერთობებში განსაკუთრებით რუსეთთან ჩვენთვის ეს არის დღეს მთავარი ამოსავალი წერტილი რომ აი რუსეთთან ურთიერთობა და შემდეგ უკვე მთელ მსოფლიოსთან ევროკავშირთანაც და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ევროკავშირშიც არის კაი დღე ტრამპის დამოკიდებული ნატოსაც ხო ისაგანიათი მე ხაი ხალბატო ნატოსთან ერთად საუბრობდი სანამ შემოვიდოდი თქვენთან ევროკავშირის ბედი გადაწყდება 23 თებერვალს გერმანიაში არჩევნები ბუნდესტაგის არჩევნებია თუ ალტერნატივა გერმანიისთვის ალიზა ვაიდელის პარტიამ გაიმარჯვა ჩათვალეთ რომ ევროკავშირი გერმანია გამოვა ევროკავშირიდან და გერმანიის გამოსვლა ეს ჩათვალეთ რომ ევროკავშირის დაშლა ძალიან საინტერესო პროცესი გველის მაგ მხრივ ნამდვილად იმიტომ რომ სხვა შორის საინტერესო არის მან თვითონ აი მიქაურის არჩევნო სისტემა ცოტა სხვანაირია იმ მხრივ რომ შეიძლება თეორიულად და ალბათ მე ვფიქრობ ასეც იქნება რომ AfD მოიგოს ყველაზე მეტი ხმა მიიღოს მაგრამ ნუ კოალიციურად ეხლა რა ხდება იცი ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ მოკავშირე ანუ მისი იდეური პარტიებთან უნდა გააკეთოს კოალიცია და ერთადერთი არის სარა ვაგენკნახტი მაგის პარტიის ვისთანაც შეიძლება და ამ ეტაპზე სოციოლოგიური გამოკითხვები დაახლოებით 26% აქვს ორივეს ერთად. აი იგებს ქრისტიანო-დემოკრატიული კავშირი, სოციალ-დემოკრატიული კავშირი, ეს მერკელის პარტია და შოლცის პარტია. ხო, ანუ ერთობლიობაში შენ მართალი ხარ, კი? კი ბატონო. განვაგრძობთ საუბარს, მადლობა ბატონო მამუკა. პირველ რიგში ვიტყვი რომ აი თვითონ ცხინვალის აი ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ხვალ გვექნება კიდევ უფრო მოცულობითი სიუჟეტი მათ შორის, გადაცემა, სადაც კიდევ უფრო მეტ დეტალზე გვექნება საუბარი, მათ შორის აი პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის და პირადად ბატონი მამუკა ფიფიას ჩართულობაზეც, იმიტომ რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანია ქართულმა საზოგადოებამ დაინახოს, რომ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა და როდესაც ჩვენ ამას ვსაუბრობთ, ამას ვინმე სხვისი სიყვარული კი არ გვალაპარაკებს, პირიქით ჩვენი ქვეყნისთვის რო კარგი გვინდა და ამ ქვეყანაში რო გვინდა რომ იყოს სტაბილური ვითარება და ვეღირსოთ ამ ყველაფერს, რომ ომი არ გქონდეს და იმის საშიშროება არ იყოს, რომ აქ ბახმუტიზაცია არ მოხდეს ამ ქვეყნის, ეს რო გვინდა იმდენ ვლაპარაკობთ, რომ დიალოგს არ აქვს, ხო ალტერნატივა თორე. სხვა ვისი სიყვარული უნდა ვალაპარაკებდეს, აბა არც აწასვლას ჩვენ არ ვაპირებთ, ამ ქვეყანაში ვაპირებ რომ ვიცხოვრო და იმიტომ არის ჩემთვისაც მნიშვნელოვანი რომ იყოს სიმშვიდე. აი საუბრობდა ქალბატონი ნატა ბატონი მამუკა ალბათ განსაკუთრებით ეხლა არის მნიშვნელოვანი ჩვენი ხელისუფლებისთვისაც პირველ რიგში და სახელმწიფოსთვის რომ იზრუნოს რეგიონული პოლიტიკის განვითარებაზე იმის ყვალდაკვალ რაზეც აი ქონდა საუბარი მოვიდა ახალი ადმინისტრაცია ამერიკაში რას იზავს როგორ მოიქცევა იმდენად არაპროგნოზირებადი არის ტრამპის ნაბიჯები რომ ხანდახან აი ნებისმიერი ნიუსი რომ გავრცელდეს რომ ტრამპმა მიიღო რაღაცა X გადაწყვეტილება ყველაფრის ჯერა ხალხს იმიტომ რომ მართლა არავინ არ იცის რას აპირებს როგორ აპირებს და რა ნაბიჯებს გადადგავს თუმცა ერთი რამ ცხადია რომ ის მომავალში აუცილებლად გაუწევს რუსეთს ინტერესს ანგარიშს აუცილებლად გაუწევს და
ну რა იქნება ამ შემთხვევაში რუსეთის ინტერესი რა არის მათ შორის ჩვენს რეგიონში ეს ძალიან კარგად ვიცით. აქედან გამომდინარე ჩვენთვის ალბათ პრიორიტეტული უნდა იყოს რეგიონული პოლიტიკის განვითარება. აი ჩვენი სახელმწიფოს დელეგაცია იმყოფებოდა ამასინათ აზერბაიჯანში, ჰქონდა შეხვედრები იქ უმაღლეს დონეზე, მათ შორის პრეზიდენტ ალიევთან და ირაკლი კობახიძეს შორის გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და მე რაც კარგად მენიშნა, ხაზი გაესვა მათ შორის ქართული დელეგაციის წევრების მხრიდან რეგიონული პოლიტიკის ეს სიტყვა საერთოდ დაუწყებული გქონდა ქართულად საელჩოსაც ავაშენებთ საქართველოს საელჩოს ავაშენებთ აზერბაიჯანში. ალბათ არის ხო მნიშვნელოვანი თუ ხედავთ თქვენ ამ ხრივ გამოფხიზლებას ერთგვარად ხელისუფლებაში. რასაკვირველია ხედავ და ძალიან მოგწონს ჩვენი ხელისუფლების ნაბიჯები. სწორი გათვლა იყო რომ წავიდნენ აზერბაიჯანში, შეხვდნენ ალიევს და ძალიან კონსტრუქციული საუბარი ჰქონდათ. მისასალმებელია თითოეული მათ ნაბიჯები. და მეც მინდა ბატონი მამუკას თქმის არ იყოს აღნიშნო რომ ტრამპმა როგორც თქვა საქართველოს პირველი სკოლისა ჩვენთვის ტრამპის სახით ჩვენ ყავს ბატონი ბიზინა ივანიშვილი და მისთვისაც არის სწორედ საქართველოს პირველი სკოლისა როგორც ამერიკას აქვს ოქროს ხანა როგორც ტრამპა ბრძანა ოქროს ხანა მეკნებაო მე ჩემი 4 წლის განმავლობაში ჩვენც ესე გვაქვს ოქროს ხანა რომ არ ჩავთავოთ ეს ლიბერალები მე ოქროს ხანას რას ვეცახი ოქროს ხანა სწორედ ჩვენ რომ არ გვაქვს ომი აი ეს არის ჩემთვის ოქროს ხანა. აი ამიტომ პარალელს ვალებ, ისიც ბიზნესმენია, ბატონი ბიზნესმენია და ძალიან ბევრი თავის დივიდენდები და თავისი თანხები დათმო ბატონმა ბიძინა სწორედ იმისათვის რომ საქართველოში ხელი არ მოაწერა საქართველოში ომს. ამას ბევრი ტვინ გაყიდული და ტვინ გამორეცხილი ვერ იაზრებს და რუსეთის მონა პუტინისტი სხვა არგუმენტი არაფერი არ გააჩნიათ. ისეთები რომლებიც არიან დაფინანსებულები, მაგრამ ძალიან მაინტერესებს ახლა ზელენსკის მიმდევრების და რუსეთის მაგნებლების სახე დამანახეთ, სახე ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ტრამპმა რო ბრძანა რომ არა სამთავრობოებს და იმ დაფინანსებებს 90-ით გადავხაზა და დავკეტავ. დამენახეთ ახლა სადა ხართ? სადა ხართ? აბა როგორ ახართ? რამდენი ქონდა თქვენ? 130 მილიონამდე იყო დასავლეთიდან და 180 მილიონამდე ამერიკიდან ყოველ წელიწადს. წარმოგიდგენიათ ეს რასაც აფიქსირებენ და რასაც არ აფიქსირებდნენ ინტახებთან სადა ვართ. ყველაფერი აიკრძალება. ტრამპის დროს არ შემოვა ის შავი ფული ну თვითონ ესე ამბობს მე ჩემ ქვეყანაზე ვიზრუნებ და არა სხვა ქვეყანაზე და ის შავი ფული რასაც აქ საელჩოები ხარჯავდნენ იმ 180 მილიონის გარდა რაც აღრიცხული არ არის საქართველოს დანგრევისთვის აღარ იქნება მე ჩემი ქვეყანაო ამ 4 წელიწადმაო იმდენად უკან დახიაო რომ ეს უნდა ამოვწიო და ოქროს ხანა იმიტომ ექნებაო აგაშენეს ღმერთი ბატონო ტრამპიძია თუ ეს ასე იქნება საქართველოსაც ძალიან გამოადგება თქვენი ეს ნაბიჯი საქართველოს აყვავდება თქვენ თუ ამ ტრებს არ დააფინანსებთ საქართველოს ეს მტრები ფეხმოკვეთილი იქნებიან და ვერ იქნებიან ესე გაზულუქებული ნიცის აქეთ რო არის სვენებდნენ რა საზღვარგარეთ ნიცის აქეთ დასვენება არ უნდათ ეხა ბაკურიანს ამას ვინ აკადდა შვეიცარიის ალპები და ზღვაზე ნიცა ქობულეთი და ბათუმი მათთვის მისაღები არ იყო ეს არიან არასამთავრობოს დაფინანსებული გრანტი ჭამიები რა რატომ აქვთ ეხლა ეს ვიშვიში და რას აპროტესტებენ რას აპროტესტებენ? გამჭირვალობის კანონი არა, ახალი არჩევნები ასჯეროდ ჩაატარონ. 100 ჯერ კი არა, მილიონჯერ ჩაატარ, ერთჯერ ვერ მოიგებენ ეს გრანტი ჭაიმები და ნათჭალათები. ვერ მოიგებენ. რას აპროტესტებენ? რატომ არის ქალაქში ეს პარალიზებული ქუჩები? ძალიან მინდა ეს იყოს უკვე დასჯადი. ვინც კიდევ აი ამ 20 იანვრის შემდეგ მთავრობას მინდა მივმართოთ ხოვნით როგორც რიგითი მოქალაქე. ვინც კიდევ დაანონსებს და ესე დაამუნათებს რომ იტყვიან ჩვენს პარლამენტარებს, ვინც გადაკეტავს გზებს და ჩვენ მოქალაქეებს შევიგვით დისკომფორტს, პარალიზებას მოუწყობთ ქალაქს, ყველა დააპატიმრეთ. დააპატიმრეთ ადმინისტრაციული ჯარიმით, ბიუჯეტში შეიტანეთ თანხა და იმ თანხით დაეხმარეთ მრავალშვილიანებს, სოციალურად დაუცველებს და აღარ გვეყოლება ამდენი სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანები. დასაცინი თემა როა იმ იმისთვის რა ქვია არასამთავრობოებისთვის და ლიბერალების რა დროის ამდენი შვილებიაო. უკან რომიძა უკუთვლით რო ვართ მაშინ მატებაში წინ წავა ჩვენი საქმე. აი ეს ხელი. რას ქვია რას ნიშნავს მრავალშვილიანი თუ ხარ უკვე საქილიკო ხარ და დასაცინი ხარ და რა დროის თუ არა ჩვენის თავი რას აჩენ ამ შვილებს და როგორ იყო ადრე გამოთქმას და როგორი პოპულარული არის რას აჩენდი მესამეს რას აჩენდი მეოთხეს სათამაშოზეა მე როგორც სამი შვილი და 5 წელიწადში მე გავაჩინე 3 შვილი
რიცით როგორ ის ვიყავი? რა თქინდა კი, მაგრამ ჯერ ისინი არ გაგიზია და რო აჩენ. უფალმა მომცა მე რა უფლება მაქვს იშვილი არ გავაჩინო. რა უფლება მაქვს მე იშვილი არ გავაჩინო. მე უფლიშვილი ვარ და უფალმა თუ მომცა მე იშვილი უნდა გავაჩინო და თქვენც ესე უნდა გააჩინოთ ჩემო ქართველებო. თქვენც უნდა გამრავლდეთ სწორედ დასავლეთის გულის გასახეთქად. სწორედ რომ თქვენ ისე მიდიხართ დეგრადირებულ იმაში წერი ვართ ერებში, რომ გადაჯიშების ერებში საქართველოს 2050 მონაცემი მომაკვდავი ერები 50 წლისთვის საქართველოში ქართველი სანთლი გეკდება წარწერილი. დღეს მონაცემები ეს არის, დღეს მონაცემები. და ძალიან ვთხოვ ჩვენს მთავრობას. აი ეს სამედიცინო სფეროს იქნებ მიაქციეთ ყურადღება. აფთიაქებში, სამედიცინო კლინიკებში, პოლიკლინიკებში თუ შეიძლება დააფასეთ თქვენი მედპერსონალი. 500 ლარი როგორ შეიძლება თანამშრომელს კონდეს ხელფასი? გეკითხებით, როგორ შეიძლება, მაგრამ ყველა კერძოა და ის კერძო მესაკუთრე წელიწადში რამოდენიმე მილიონს რომ იღებს, აიღოს ბატონო 1 მილიონი, აიღოს 200.000, 300.000 წელიწადში საკმარისია და თავის თანამშრომელს მოუმატოს ხელფასი. დავალდებულეთ. ეს არის სახელმწიფო აზრებს. ხო და მაგიტომ ვთხოვ ჩემს სახელმწიფოს რომ მინიმალური ხელფასი 1500-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. მინიმალური. ნუ გინდათ ეს მილიონები ხალხო რამენაირად იფიქრეთ ჩვენს მოქალაქეებზე. მე გული შემტკივა პირობითად ეხლა ვიტყვი გოგოს სახელს, რომელსაც ქვია თამუნა. მუშაობს აფთიაქში და საათში ხვდიან 2 ლარ ნახევარს. არ წხვენიათ ხალხო ორი შვილის დედას და ტიროდა ის გოგო რა გავაკეთო? მეორე კლასელიაო, ჩემი შვილი როგორ დავტოვო? თუ არა და ვერაფერზე ვერ დამყავსო ნატავ, რა გავაკეთო? გთხოვთ, ესე დედებს, შვილებს, ნუ აი ტანზე მთლიანად მაყრეს ეხლა ამას რო ლაპარაკობ. ნუ ართმევთ შვილებს, დედებს რა. ნუ დაუტოვებთ ამ შვილებს ბედის ანაბარა აქ. ნუ დატოვებთ და დედას ნუ გაუშვებთ სხვა ბავშვების გასაზრდელად. მიეცით გაიღეთ ეს თანხები ხალხო. აი ოკუპირებულია მთლიანად საქართველოში ყველა სტრუქტურა და ყველას მეპატრონე ყავს კერძო. იფიქრეთ საკუთარ მოსახლეობაზე, კერძო მეპატრონეებს თხოვთ. ნუ უყურებთ ზევიდან თქვენ ქართულ თანამშრომელს. აი გული მტკივა იმ შობლის ადგილად ჩემი თავი წარმოვიდგინე. როგორ წარმოგიდგენიათ ბატონო თინგო და ბატონო მამუკა 500 ლარით როგორ უნდა არჩინო 4 სულიანი ოჯახი. აი აფთიაქების მეპატრონე ის ოქრიაშვილი თუ ვიღას. აი ეს არის სწორედ ნაციონალია. ის არის ამაქსების დაფინანსებელი. და ამიტომ ვიძახი. გააკეთეთ ნაციონალიზაცია. აფთიაქი თქვენია, კლინიკა თქვენია, ფაბრიკა საწარმო, წამლეთ საწარმოა თქვენ ყველაფერი თქვენია. ჩამოართვით და ერთი დაუტოვეთ, არ შეიძლება. არ შეიძლება. ეს არის საერთოდ აი გაბატონო. რაღაცნაირად ნაციონალიზაცია გაუკეთეთ ამ კერძო საკუთრებას. ყველაფერს რომ მოედინეს ნაცები. კაცო, რა კოჰაბიტაცია ასეთი რომ ესენი არ ამოიძიება. თანდათვის სფეროში კიდე უფრო ალბათ ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, ეს ყველაზე უფრო უკეთ ჩანს. ეხლა რაზეც თქვენ საუბრობთ, ჯერ ერთი ეგრო აფთიაქი დაზღვევა და რეფერალური მკურნალობა ერთი და იგივე ადამიანის ხელში. აი როგორ შეიძლება ეს? შეიძლება ერთს აი რაც ქალბატონ ნატამ ეხლა ძალიან საინტერესო ბოდიშვილი აი სამედიცინოს მეც მქონდა შეხება და ერთი რაღაცა მინდა მინისტრს თხოვო და ამ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს თხოვო რომ გააკეთონ. აი ნონსენსია რა. უმძიმესი დაუშვათ ამონტყოფი შედის კლინიკაში, ხო? ეკუთვნის დაფინანსება. სახელმწიფო დაფინანსება. ელოდება დღეები და თვეები კაცო იმაში რა ქვია, მაგრამ სამინისტრომ რო ეს შეიკრიბოს რაღაცა და დაფინანსება და კონსულები. თქვენ ალოცულებო გააკეთეთ რა, ისე რომ 24 საათიანი მუშაობა იყოს, რაღაცა ჯგუფი იყოს, ისეთი რომ რომელიც მძიმე ამონტყოფი რო შევა არ უნდა ელოდოს, როდის დააფინანსებს ოპერაცია და როდის შეიკრიბება იქ რაღაცა კონსილიუმი. კარგია, სახელმწიფოს ფული გამოყოფილი აქვს. ეს სააკაშვილის პერიოდში არ ყოფილა. 70-80 რა თქმა უნდა დაფინანსება ძალიან წინვალეა, დიდებულია, მაგრამ აი ეს რგოლია დაკარგული სახელმწიფოსა და აი შუამავალი რგოლი, მედიატორი, ვინც უნდა იყოს ეს სამინისტრო, აი ეს მენეჯმენტი არ ვარ გამიგეთ. ეხლა მე შეურაცხყოფას კი არავის არ ვაყენებ, მაგრამ ფაქტი რეალობაა. როდესაც ძიმე ამონტყოფი შედის, ან იგივე დაზღვევა აიღეთ. აი ჩემი მეგობარი, ჩემი მეუღლე ეკავს ეუბნება რომ ექიმს ხო დაზღვევის ექიმს ეუბნება რომ აი ერთი კვირის მერე უნდა ჩაქცერო 10 დღის მერე. კაცო თუ ავათარი გაზრდა ექიმთან მისვლა უნდა შეიძლება 10 დღის მერე დაიბარო? ან შეიძლება ის როგორ შეიძლება რომ დაზღვევა არ მუშაობდეს არსად. აი არის კლინიკები გეუბნებიან აი ამ დაზღვევაში მე არ მუშაობ და ამ დაზღვევით რომ მოდიხარ ხო?
და ეს მე არ მეკუთვნის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უამრავი პრობლემა არის. მოდით რა მას სახელმწიფოს ნუ დაუბრალეთ. სახელმწიფომ შექმნა ეს დიდი მანქანა, რომელიც ფული არის, თანხარი უბრალოდ აი მენეჯმენტის მომენტი უნდა იყოს. ეს მენეჯმენტი ვისი გასაკეთებია ბატონო? სამინისტროს ხელისუფლება რა თქმა უნდა. კი. თან არის აქ ისიც ბატონო მამუკა საინტერესო როცა ჯანდაცვაზე ვსაუბრობ, ჯანდაცვა არის სექტორი, რომელიც ყოველწლიურად იზრდება, რომლის ბიუჯეტიც. აი მაგალითად ეხლა ამჟამად ყველაზე დიდი ბიუჯეტი აქვს. 7 მილიარდი იხარჯება. პირობითა და 5 წლის წინ იყო 4 მილიარდი და ისა შეიძლება იყოს 16 მილიარდი, მაგრამ აი თქვენ რაზეც საუბრობდით, ზუსტად ეგ არის გალბატონო ნატა მთავარი, რომ წლიდან წლამდე იმაზე მეტს ვიხდით ჯანდაცვაში, ვიდრე ვიხდით წინა წელს პირობითა და ამითი რა უკეთეს სერვისს ვიღებთ? თუ ეს ფული დასაქმებულების შრომას ხმარდება, ხელფასი გაეზარდა ვინმეს, რომელიმე დასაქმებული უკეთეს პირობებში. არა, ხო, უბრალოდ აი აპავენ ამ ფულს რამდენიმე ადამიანი. გალბატონო ნატას ძალიან დაბალი ხელფასები აქვს მე გალბატონო და ექთნებს მომსახო თქვენ რა გზავთ ხო მე პერსონალ ძალიან დაბალი ხელფასები. მე კიდე ერთი ყველაზე ცუდი აი მიუღებელი ჩემთვის არ ვიცი რა ეს არის გარკვეული ვიღაც ქარიზმატული დაუშვათ ექიმების კასტაა შექმნილი ვერ გაეკარები თავისი ბუდიშით ამ ტერმინზე მე სხვანაირად არ შეიძლება ამ ნეოლოგიზმზე თავისი სტავკა აქვს პირდაპირ გეუბნება რა რაღაცა ონკოოპერაციაზეა საუბარი ხა არ მინდა გვარდასახელი დავასახელო მე პირადად მქონდა ურთიერთობა ვიღაცის მონაყულს არ გეუბნებით აი მითხრა ეს თანხა გადამიხადე არ მაინტერესებს მე გავაკეთებ ოპერაციას თუ არა და არ მაინტერესებს არ ჩენი დაზღვო არც არაფერი პირდაპირ ქეშად უნდა არსიპოკრატეს პიცი არანაირი ეს ყველა ძალიან კარგად იცის. ამიტომ ამას უნდა ეშველოს, ამას უნდა მიეხედოს. სახელმწიფო იმიტომ მივეცით, იმიტომ დაგიდეკით გორძე და მოგეცით ხმა, რომ აი ეს ყველაფერი თქვენ გააკეთოთ და შეძლოთ. და დაანებ ნუ ხართ რა ერთკაზე აკიდებულები ყველანი რა და ნუ უტეხავთ სახეს. აი ეგ არის რა იცით, რომ ყველანი აი რაღაცა და არის საშუალება არ კეთდება და მე მოუტრიალდება და საყვედურს ვეთქვი რატომ მეუბნები გეტყვი კაცო საყვედურს აფთიაქში ვერ შეხვალ ყოველ დღე ფასები იმატებს გაგიგიათ კაცო ერთი და იგივე წამალი დღეს რო იყიდოთ ნატა ხვალო შეხვიდე ორმა მომატებულია ფასი ყოველ დღე ეს რაღაცა შეძლო მე მახსოვს რომ ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა რაღაცა ის დაარეგულო მაგრამ ესეც ხო ესეც ხო კატასტროფა ფასები აქვს ეხა შენ რო პენსიას 350 ლარს აძლევ და ისეთი წამლები აქვს რომ პენსიაზე არ ყოფნეს ხო პენსიონერს რაზეა საუბარი რომელ სოციალურ პოლიტიკაზეა საუბარი ორი მოცემულობა აქვს დღეს ხელისუფლებას ეს არის განათლება და სოციალური სფერო სხვა თუ ამას არ ვიხედეთ რა დგინდათ ეს ქვეყანა რა შეგვჭირდება არაფერ შეგვჭირდება ხო თუ განათლება და ეს გაუნათლებელი თაობა გვყავს და სოციალური პოლიტიკა სადაც აი ასეთი ქაოსი და აი აქვე ჩაგეკითხებით მოდის თვითმმართველობის არჩევნები ხო წელწადში თვითმმართველობის არჩევნების წელი აი საპარლამენტო არჩევნები ისე გავატარეთ პრაქტიკულად და ეს მესმის რომ ამაში ეხა მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ არის, თუმცა მათი პასუხისმგებლობაც არის, რომ ქვეყანაში არის სრულიად ისტერიული ფონი ხოლმე წინა საარჩევნოდ. საუბრობენ ყველანაირ სისულელეზე, რომ ის ვიღაცის აგენტია, იმას ზიმბაბვედან ფულს ურიცხავენ, აი აბსოლუტურად პრინციპში არაფრის მომცემ თემებზე, ხო? ხო, თუ ტაივანი რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ აი მთავარი საკითხები, რაც არის სოციალური საკითხები, რაც არის განათლების საკითხები, რაც არის ის, რომ გაზრდილი კომუნალური რაც რეალურად ხალხს აწუხებს, ეს თემები როგორც წესი არის ხოლმე რაღაც ისე მეორე ხარისხოვანი დაიწყებული შეიძლება სადმე რომელიმე პარტიის პროგრამაში წვრილ აბზაცში იყოს რომ ჩვენ ავაშენებთ ბრწყინვალე სოციალურ გარემოს შევქმნით. Როგორ ფიქრობთ ეს არჩევნები თუ იქნება ამ ხრივ გამონაკლისი, როდესაც საზოგადოების ფოკუსირება და რაც მთავარია პოლიტიკური ჯგუფების ფოკუსირება მოხდება სწორედ იმ ყველაზე პრობლემურ თემებზე, რაც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს. საერთოდ თქვენ იცით რომ არჩევნების თემა ხო ეს ხა მოცემულობა ყველა მარტო არა საქართველოში რომ პოპულიზმია და შეპირება გახსოვთ ეხლა საპარლამენტო არჩევნები რო იყო ის პარტია ხაზარაძის პარტია ასტრონომიული 1000 ლარს უპირდებითო ხელფა იმასო პენსიას აგიგია 1000 ლარი ნუ ეხა ბიუჯეტი რო ამოატა ეხა ჩვენ დილეტანტი ვარ მე სიტყვაზე ხო არა ვარ ეკონომისტი მაგრამ მე ვიცი რომ ნუ წარმოუდგენელია ესეთი რა ნუ აშკარად თუ თვალსა და ხელშევა გაკეთო მაგარიყო გახარიები გამოვიდნენ მე და ჩვენო 1100 ხო 1000 ხო ნუ ეს წავიდა ის იმასა და აუქციონი ვიტი ხო აქ რა არის იცით აი
აქ არის კიდე პოლიტიკურ კულტურაზე და პოლიტიკურ ურთიერთობაზე. თვითონ ამ სისტემაში როგორ იქნება დაივანებული ჩვენი ურთიერთობა. თავარი არის რომ არჩევნების წინ აი ვინც მოადგილობრივი ხა რეგიონალური არჩევნები გვექნება ხო ოქტომბრის თვეში. თავარი ჩვენთვის თავარი მოცემულობა არის რომ შენი ელექტორატი არ უნდა მოატყუო. ხალხი ადვილად ყუდება არჩევნების წინ ხო? აი ხო, ისეთი პირობებია, რომ ხათიდან შეიძლება 8-7 მოტყუდეს. ამიტომ შენ არ უნდა გააკეთო ისეთი, რასაც შენ ვერ გააკეთებ, არ უნდა შეპირდე. ან რეალობიდან გამომდინარე. მე ვფიქრობ, რომ ადგილობრივ არჩევნებში უნდა დაალაგდეს სიტუაცია. ეხლა ოპოზიციური სპექტრი ნელ-ნელა გაიწმინდება. ფაქტიურად, ეხლა რამდენიმე თვე უნდა და გაიწმინდება. შეიძლება გამოჩნდეს ოპოზიცია ისეთი და მიმართულება პარტია, იგივე გნებავს სოლიდარობა მშვიდობისთვის, მასაც აქვს რეალური შანსი გამოვიდეს და ჩვენ ამას გავაკეთდება ეს. მთავარია იყოს დამოკიდებულება, ეს რაციონალური და კონცეპტუალური. არ მოთხოვი ნდობის ფაქტორი იყოს. შენ თუ შეხვედი ნდობაში შენს ელექტორატთან და შენ დაანახე შენი ურთიერთობა, შენი საქმე, უკვე აქ შეიძლება ყველაფერი დარეგულირდეს. ნდობა უნდა მოიპოვო და ამათ ხუილებზე გაგებული ეს ქვეყანა და არ მისცემს, ბატონო, რატო არ მაძლევს ხომასო და არ მისცემს, იმიტომ რომ თვალთა ხელში არ უატყუებ და ინაუგურაციაზე მივდივარ და $300,000 როა გადახდიდა სადღაც ბოდიშა ტუალეტა რო იყინება და ის ქალბატონიკი სადღაც მეათე რიგში როზის და ტელევიზორში რო უყურებს. კარგია რა. აი ხო რაღაცა სცენა მაინც მილიონები შევიდაო ბიუჯეტში ამერიკის ბიუჯეტი დაითვალეს. 170 აი მე მინდა ჩვენს მასმედიასაც ვთქვი, იმიტომ რომ არ არის სწორად გაშუქებული. 170-დან 200 მილიონამდე შეიკრება ფული. ესე იგი, რამდენიმე პლატფორმაზე იყიდებოდა ბილეთები, მოსაწვევები 50,000, 100,000, 250,000, 500 და $1,000,000 იყიდა. $1,000,000 ვინც იხდიდა, მას ჰქონდა საშუალება რომ ვახშამს დასწრებოდა და ტრამპს და ვენს გასაუბრებოდა. შედიოდა მე მაშინ თანხაში. სერვისში. ხო, ეს ხო, მენეჯმენტი $200 მილიონი მოგება. ხაზარაძე არ გადაიხადა მაგდენი. კიდე ერთი მინდა. ლობიზმი რა დონეზეა იქ აყვანილი წარმოიდგინეთ რომ პრეზიდენტი გასაუბრებაში ფულს კიდე ერთი მინდა თქვა და ჩვენს მაყურებელს შევახსენო უთხრა რომ არასდროს ამერიკის პრეზიდენტების ინაუგურაციის შემთხვევაში არ ყოფილა საუცხოეთის ქვეყნების ლიდერების მოწვევა არ მოგაგონა ბოლო 150 წლის განმავლობაში არ ყოფილა ეხლა ტრამპმა დაუშვა მან მოიწვია ორი ლიდერი ეს იყო არგენტინის პრეზიდენტი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მელონი მოიწვია სი ძინპინი და არ წამოვიდა და მისი მოადგილე წავიდა მოიწვია ლათინური ამერიკის რამდენიმე პრეზიდენტი ბრაზილიის და პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტები და რამდენიმე მემარჯვენე პოლიტიკოსი სხვა შორის ალისა ვეიდელიც მოიწვია და ვერ ჩავიდა და მისი მოადგილე ჩავიდა ეს არ აქვს ისტორიაში არ არის ჩვენს რო აი მიიწვიეს სამომავლო პრეზიდენტი ნუ კარგით ხალხო რა ეს არ ხდება აი ყიდიან მაგას კარგად ყიდიან ეგეთ ნიუსებს ხო აი ხო და ამიტომ არის იცით რომ არის ეს საზოგადოებამ და ეს მასმედიამ დაუშვათ იგივე იმედის ტელევიზია თუ მე მგონი გააშუქეს მაგრამ ეს უნდა ტრიალებდეს და ხალხს უნდა უთხრათ სიმართლე ეს ინფორმირებული არ არის დიახ ხო თორე თავისუფლად შეგეძლო გადაგეხადა $1,000,000 იყიდი და ტრამპს გაესაუბრებოდი და დაინანა ხაზარაძეს არ ქონა პარტია ხო არა ნუ მაგდენიც არ უღირს ეთყობა ეგ ამბავი თორე გავდონათა ცოტა მოდით გამხიარულდეთ და აი თქვენ თქვით რომ ტრამპმა შეაჩერა 80 თქვენ რა თქვით ტრამპმა თქვა რომ 90 დღით აჩერებს დაფინანსებას მათ შორის ყველანაირი საგრანტო პროგრამა ყველანაირი დახმარება რომელიც ამერიკიდან მიდიოდა არის შეჩერებული კი ბატონო და ეს ალბათ შეეთყობა ჩვენს პოლიტიკურ სპექტრსაც აუცილებლად დარწმუნებული ვარ თუმცა არის ერთი ძალა რომელსაც ვერაფერი ვერ შეაჩერებს მე მინდა ქაბონონა არა ახალი თეატრის განცხადება ჩვენი ultimatum-ის ვადა ამოიწურა ჩვენ ვიწყებთ დოიაშვილის განცხადება. მე კარგად მიუწერე. რა გვეშველება, მაინტერესებს თქვენი აზრი. აქვს სახელმწიფოს იმხელა რესურსი, რომ დოიაშვილის შემოტევას გაუმკლავდეს. 23 ხვალე არის და ძალიან აქტუალურია, რომ წოდეთ ეგ ამბავი. ეს რომ ნახე, იმ სოციალურ ქსელში მიუწერე. ნამდვილად ამოიწურა თქვენი დრო მეთქი, დროა თქვენი დაპატიმრების ყველასი მეთქი. აი ეს მიუწერე კომენტარად. სწორად, ამოიწურა მათი დრო, რას აპროტესტებენ, რას? გაგვიდონ თავიანთი ის გეგმა თუ რა აქვს რა საპროტესტებე რა უნდა საოცრება რა არის მაგრამ რადიკალიზმზე არის მაინც როგორ ბიუჯეტიდან ფინანსდება და ის თავისი თეატრი ეგრე ყოფილი კინზელთა სახლი გაურემონტა სახელმწიფო გაუყელა იცით თურმე ვინც აქციას დაც მაგათ
პრემია ორმაგად რო ჩაერიცხა ბატონმა მან ჩაურიცხეს ვინც აქციებზე ჩადის პრემია ორმაგი პრემია კი და დანარჩენებს ბიუჯეტის ფული ჩაურიცხა ორმაგად კი ბატონო აი ამ რადიკალურ ჯგუფებს რა მომავალი შეიძლება აი ამ რადიკალურ ჯგუფებს რა მომავალი უნდა ქონდეთ ერთ-ერთი საიას თავმჯდომარე როა ალბათ ნონა ქურდოვანიძე თუ არ ქურდოვანიძე რომელმაც არ იცის სქესი რამდენია ჟურნალისტი 9 ჯერ ჩაეკითხა ქალბატონო ნონა მაინტერესებს რა სიტყვით სქესი რამდენია. აი ასეთი ხალხი დგას ეგ აქციაზე. მე ამაზე კომენტარს არ გავეკეთებო. შენ თუ ჯედიანო ბატო, შენ რას ხესი ხარ არიცი? რას ხესი ხარ არიცი შენ იდიოტო შენ? ქალი და კაცი რო არსებობს არიცი? მაგრამ ფულის სანაცვლოდ არ გინდა შენ ამის თქმა. მე ტრამპის ნარატივს არ გავიმეორებო. თუ რა ამის სხვა ხესიც იცი შენ? Kui აბა რა იცის ერთი რა საინტერესო ტრამპის ნათქვამს მე არ გავიმეორებო და ანადოლიძის კომენტარი იყო დღეს შეკითხვა სხვა ხო შეურაცხყოფა იმედმა ეგ კარგად დაიჭირა და ადის ეკითხება ყველას და ანადოლიძეს ჰქონდა დღეს გენიალური კომენტარი რომ არ გაბედო მე ქრისტიანი ადამიანი ვარო ანადოლიძე იძახის და ქრისტიანი ადამიანისთვის ეგეთ შეკითხვის დასმაო დიდი საცდურიაო მეორეჯერ არ გამიმეოროთო ეგ მოიშორა ხალბატონო მეორეჯერ რომ არ გითხოთ ამ ერთხელ გვიპასუხეთ თქვენთვის რამდენი სქესი არსებობს თქვენ ბრიყვებო ორი სქესი არსებობს რომ ამოატრიალოთ თქვენი ეს ლიბერალური მეინსტრიმი ორი გაიგეთ ყურში რასაც თქვენ ეძახით მეო გენდერი არ არის სქესი ერთუჯრედიანი ეგ არის ავადმყოფები ხარ თქვენ სულ ყველა მე გენდერს გულისხმობ რა შეშია გენდერის სქესთან არანაირი კავშირი არ აქვს სქესთან რა კავშირია გენდერის სქესთან გეკითხებით არაფერი ხო მაგრამ თავს ხო უნდა მოახვიენ ამ საზოგადოებას და ვითომ ხო მოსწრონთ ეს ვითომ ეგრე ვთქვათ პრადვინუტები ხო არიან რა დროის დედა და რა დროის მამა პირიქით აქციაზე გამოდით გალანძღეთ თქვენი მშობლები ეს არის ამათი დევიზი ეხლა რა სიტყვიან აი ტრამპის განცხადების მერე არ ღებულობ ტრამპს რო აიკრძალა არ ღებულობ ტრამპმა რა თქვა ამერიკა ხო ამათვის არის აი სანიმუშო თითი საჩვენებელი იყო ნუ ეხლა ტრამპი უკვე მიუღებელი ჩვენ ტრამპის იმას ხო ტრამპი ამერიკის მოქალაქეებმა ისე ჩემო კარგო ჩვენ კი არ აგურჩევია დასაგებია მაგრამ მათ თავიანთი ლობისტები რო ყავთ ისინი ეუბნებიან რომ ცოტა ხანი მოიცადე ისე ჩვენ მოვალთო და აი დიდგულზე არიან და იმას მაინტერესებს მართლა სხვა შორის დაავალა ტრამპმა ყველა საელჩოს ამერიკისას რომ მოაშორეთო LGBT დროშები და ეს Black Lives Matter მოაშორეს კიდევაც მოაშორეს და ხაზგასმით იქნა რომელი თანამშრომელი დაარღვევსო ამ რეგულაციებს განთავისუფლების ჯარი და ტრანსგენდერები ყველა დაიხოვეს კი ბატონო და უმკაცრესი საშიელოებით იმათ ვინც ამას წინააღმდეგობას გაუწევს ვინც ამ სიტყვას გადაულის რაც ტრამპმა ბრძანა რომ დახურეთ თქვენი ეს ავადმყოფური მეინსტრიმი რაში თქვენ მილიონები და მილიარდები შევეთო სოროსის ჭინკებოა ესე გიწოდათ სოროსისტებო დამთავრდაო თქვენი ეპოქა დამთავრდა ვინც ამ კანონს არ დაემორჩილებითო კარნით აგეთ პატივს პირიქით დახურეთ და შემოიღო ზოგიერთ შტატში ტრამპმა წარმოგიდგენიათ სიკვდილით დასჯაზეა საუბარი კი ქონდა რამოდენიმე შტატში მაგრამ ეხლა კიდე რამოდენიმე შტატში კიდე შემოვიღებთო იმიტომ რომ საჭირო გახდა იმდენად ასცენილია ხალხი რეალობას დახურეტაზე მიდის ალბათ ამ პედოფილებს ყველას დახურეტავს ალბათ ამ გარეწრებს და ამ ბავშვებზე რო იძახიან მიგრანტებს ქონდა აქცენტი კი არის კასტრაციაზე საუბარი კიდე რომ კასტრაციის არის რამდენიმე ქვეყნებში კასტრაციაზე და აი თქვენ რომ ბრძანეთ გენდერთან დაკავშირებით მე და ჩვენს მაყურებელს შევახსენდო რამდენიმე წლის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა გახსოვთ განცხადება თუ არ ვცდები ბუდაპეშტში გამოვიდა სიტყვი და მაშინ რო თქვა რომ საქართველოს და ჩვენთვის უნდა იყოს ქალი და კაცი და რა ამბავი აუტეხეს ხო გახსოვთ პრემიერ-მინისტრი იყო მაშინ და ეს განცხადება რო გააკეთა ჩვენთვის ეს როგორ გაბედა და რა ამბავი ურბანიზმა კაცი მტერი და როგორ შეიძლება ამის თქვა და ვაშკაცურად თქვა ირაკლი მაშინ რომ ეს არის და იქნება და იგივე თქვა ეხლა ტრამპმა უკვე აი ესეთი ვაჯორის ალბათ არავის ეწყინება და ჩემი აზრით ირაკლი ღარიბაშვილი აკლია დღევანდელ პოლიტიკას ნამდვილად ჩვენს კეთანხმებით ნამდვილად აკლია ირაკლი ღარიბაშვილი ჩვენს სხვა შორის 10 წუთში დაახლოებით ჩაირთვება უკვე 5 წუთში პრინციპში ჩაირთვება ტელეფონის ნომერიც სადაც თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ და გამოხატოთ თქვენი აზრი ჩვენს მიერ განსახილულ თემებზე ასევე ჩვენს სტუმრებს დაუსვათ შეკითხვები ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება ბუნებრივია თქვენი მოსაზრებები
მოგწონები. მანამ კი სანამ ზარები შემოვა, აი გამოჩნდა უკვე ნომერი 0323 109 გახლავთ ჩვენი სტუდიის ნომერი, დარეკეთ იაქტიურეთ და თქვენი აზრი მოგვახსენეთ. სანამ დაგკავშირდებიან მაყურებლები, აი ეს თემა რო გავაგრძელოთ ბატონო მამუკა, რა შეიძლება ეშველოს დღეს იმ პოლიტიკურ სპექტრს? მე ამას გულწრფელად ვიყო ყოველგვარი ცინიზმის გარეშე, უბრალოდ არ მქონია ჯერ ასეთი გამოცდილება, რომ აი ადამიანებს რა ქვია, ცივი წყალი გადააესხა, ხო? ეხლა ამ ტრამპის მოსვლით, მისი რიტორიკით, ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში გვამუნათებდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, აყენებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ აზრზე ვიყავით, ხო, თავიდანვე, რომ ხალი ხალია, კაცი კაცია და ეს LGBT სიგიჟე სულაც არ არის არავის უფლების დაცვა, ამას საერთოდ სხვა ინტერესები აქვს და ეს არის რაღაც LGBT დიქტატურის დამყარების ცდელობა. ამას შეთქმულების თეორიას ეძახდნენ, რასაც ჩვენ საუბრობდით და დაგვცინოდნენ და არ ვიცი 1000 შეურაცხყოფა მიგვიღია ალბათ ყველას. რა მომავალი შეიძლება გქონდეთ აი ამ ადამიანებს, იგივე ამ NGO სექტორის გამოზრდილ ხალხს ამ ქვეყანაში თუ ხედავთ თქვენ მათ ადგილს ქართულ პოლიტიკაში ან რა ვიცი რას ურჩევნთ? არა, NGO ხო, მესმის თენგო და მაგალითად NGO ყოველთვის უნდა იყოს, იმიტომ რომ NGO რაღაც გარკვეულწილად ბარომეტრი უნდა იყოს და სამოქალაქო ინიციატივა უნდა იყოს და სამოქალაქო აქტიურობა ჭირდება, ხელისუფლებას უარ მოდუნდეს და ხელისუფლება არ იყოს ისეთ მიძინების პოზიციაში NGO-ები რა თქმა უნდა ჭირდება, მაგრამ დასავლიდან დაფინანსება. გამჭვირვალე უნდა იყოს ეს მათი დაფინანსება, როგორც ახლა კანონი მივიღე და კანონის მიხედვით და ტრანსპარენტულობა უნდა იყოს ქვეყანაში. უნდა ვიცოდეთ ვინ რითი ცხოვრობს. აი ეს იქნება რეალურად აი დემოკრატიული ნამდვილი ცხოვრების წესი. ეხლა თქვენ რო ბრძანეთ, აი ტრამპმა ეს აკრძალა და აი ჩვენი ლიბერალური პარტიები გაიხსენეთ ტრამპის მოსვლა ხელისუფლებაში. პირველი მოსვლა, პირველად რომ მოვიდა ტრამპი, როგორ ლანძღავდნენ. თქვენ გაიხსენეთ რომ ტრამპს რუსებმა მოიყვანესო, არ გახსოვთ და პუტინს აბრალებდნენ და კომისია შეიქმნა, მიულერი იყო პროკურორი, ის აი პუტინმა მოიყვანა და რა სიტყვებით ლანძღავდნენ ეხლანდელი ეგრეთ წოდებული გაიხსენეთ, აი არის სოციალურ ქსელებში სალომე ზურაბიშვილის და სააკაშვილების და ვიღაცების რა სიტყვებით ლანძღავდნენ ტრამპს და როგორ იხსენიებდნენ, რომ ეს კაცები ტრამპი არის ერთადერთი პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატებში ბოლო 7 პრეზიდენტი რომ ამერიკას ომი არ ქონია არც ერთ დაწყებული მამა ბუშიდან დამთავრებული ჯო ბაიდენამდე. აი ეს კაცია რომელსაც ომი არ ქო ამერიკას მის პრეზიდენტობის იმაში არ ქონდა და თქვენ კარგად იცით რომ ეს შემთხვევა იყო პირველი ამერიკის ისტორიაში გაუყალბეს. ის არჩევნი რა თქმა უნდა 2020 წელს გაყალბებული იყო არჩევნები. ამაზე თვითონაც ისაუბრეთ. თვითონაც ის რა თქმა უნდა. კაცი რომელზეც ახლა მე და კალბოტონატო საუბრობდით დღესაც რამდენი სისხლის სამართლის საქმე აღზრული. მაგრამ პრეზიდენტი რამდენი სისხლის სამართლის საქმე გავზრული და კაცი აი ფაქტურად აპატიმრებული იყო, ხო გახსოვთ რა, გამოუტანა სასამართლო ნაიჩენ ლიკვიდაციის რამდენი მცდელობა იყო. ზარი გვაქვს. ერთი ასეთი ძლიერი ხო და მაინც ბოლომდე გაიტანა ყველაფერი. იცით რა მინდა დავაფიქსიროთ, როგორი აზრი მინდა ახლა დავაფიქსიროთ ჩემი მხრიდან. დაუს შეიკრიბა ეკონომიკური ფორუმი, სადაც საქართველოს არ იყო მიწვეული. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროდან არავინ არ იყო, ჩვენი წარმომადგენელი მან და არ იყო და არის ესეთი ქალბატონი ქეთი ბოჭერაშვილი, რომელიც როგორც ჩანს იყო ლიბერალების მიერ დასმული, რომ ძალიან დიდი ტრაური ქონდა და ჩვენ თუ იქ არ მიგვიწვიესო, აი ჩვენი პროდუქტი იქ არ გავაო, რა ქვია, საზოგადოება ძალიან ბევრ დანაკლის ნახავსო ქვეყანაო. ჩვენი ქვეყანა დღეს ქალბატონო ქეთი თქვენ მინისტრის მოადგილე რო ბრძანდებოდით, ერთი რა შემოსავალი ქონდა და რა დივიდენდები ჭადეს მათ აქ საქართველოში ჩვენი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. აბა თუ შეგიძლიათ რამე თქვათ. მე თუ გინდა ნატაშა დამიძახეთ ახლა რასაც ვიტყვი. თუ გინდა რუსეთუმე დამიძახეთ. მე მირჩევნია ჩვენი პროდუქტი როგორც ახლა გადის მეღვინეების მხრიდან 182 მილიონია წელს შემოსული. ჩვენი ქართველების ჯიბეზე და კეთილდღეობაზე აისახა და ვიყო რუსეთუმე, ვიდრე თქვენ იყოთ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მიწვეული და ჩემი საქართველოს სიღარიბის ზღვარს გემოთხავთ. თქვენ ურცხება, რაში მჭირდება თქვენი დავოსი მე, თუ ქართველზე ეს არ აისახა. რაში მჭირდებით თქვენ საერთოდ, თუ ქართველი მეყოლება ღარიბი და თქვენ აქ მილიონები იშოვოთ? დიახ, ჩვენ უნდა დავამყაროთ რუსეთთან ურთიერთობა, რომ მეტი ქართველი იყოს მდიდარი და როგორც ადრე ჩემს ბავშვობა, ჩემს მშობლებს ყველა შვილზე ქონდათ შემსალარო წიგნაკი გახსნილი, აი ესე უნდა ქონდეს ყველა დედას
დღესაც საქართველოში. საქართველოს უდიდესი ქვეყანა და უნდა ცხოვრდნენ მდიდარი ქართველები, როგორც ვიყავით ჩვენ ადრე. იმ პერიოდში როცა კარგი ცხოვრება ჰქონდა და არა თქვენეს 32 წელიწადში სიღარიბის ზღვარსკმო და ღარიბ ქვეყანაში მოგვაქციეთ და გაუნათლებელებს გვეძახით აქ და იმით რა ქვია სოციალურად გაჭირებული სტატუსებით რო იმასვებითომ ახალისებენ მოსახლეობას აი სოციალურ სტატუსი მოგენიჭე და აი დახმარება გექნება. თქვენთვის შეინახეთ თქვენი სოციალურ სტატუსი არ გჭირდება თქვენი ეგეთი დახმარება და განვითარებად ქვეყანაში კი არა ყველაზე მეტად განვითარებული ქვეყანაა საქართველო. აი ეს გაიგეთ ქალბატონო კეთი. კი ბატონო ნეტა შარშან თუ იყვნენ და შარშან წინ დავოსში რა ნახა ქვეყანა აშენებულები ვიყავით ესე იგი იქედან თვითონ ტაშს დარიგობს ეთერში ვალოდინის მაყურებელი მოდი შემოვიყვანოთ მოგესალმებით გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ შეგიძლიათ ისაუბროთ ერთი რამე მაინტერესებს დიახ გამარჯობა მას მოუმატოთ რა ცოტა თუ შეიძლება ხმა ისმის სულად ისაუბრეთ ისმის ხმა დიახ ამერიკის პრეზიდენტმა დიაგნოზა აუ პროფესორ შეაჩერა საქართველოს ამერიკის ბიუჯეტიდან აი ამ არასამთავრობოების დაფინანსება მაგრამ რა ხდება ჯორჯ სოროსის მხრიდან ხომ არ აქვს ამაზე ინფორმაცია ამ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ რომ ამერიკის შეერთებული შტატების ბრძანება შეეხება ბუნებრივი ამერიკის საბიუჯეტო თანხებს ამერიკის სახელმწიფოს მხრიდან ვერ მოხდება ტრამპის კონკრეტულად ტრამპის ბრძანება ეხება მხოლოდ ამერიკის ბიუჯეტის თანხებს გადასახადების გადამხდელების მიერ გადახდილ თანხებს ნუ კერძო ფონდები და ასე შემდეგ ბუნებრივია როგორც ჩანს კი ბატონო ეს ისეთ საკითხია რომელსაც ჩვენმა სახელმწიფომ უნდა მიხედოს ჩემი აზრით ამას ტრამპი ვერ მიხედავს ფული რო არ უნდა შემოდიოდეს უკონტროლო ჩვენს ქვეყანაში ეს უდიდესი პრობლემაა გეთანხმებით და აქ ეხა აქ მე ჩემი აზრით არ უნდა კონდეს აქ სწორედ ამისთვის არის გამჭვირვალობის კანონი სწორედ ეს არის გამჭვირვალობის კანონი ამით არეგულირებს მას დავამატო უკაცრავად ქალბატონათა რომ ეს დახმარებები შეაჩერას ტრამპ არა მარტო NGO-ების ყველანაირი თვით სამხედრო დახმარებების არც ერთი თეთრი დოლარი არ წავა 90 დღის განმავლობაში სპეციალური კომისია შეიქმნება რომელიც შეისწავლის და გადაწყვეტავს 90 დღის მერე ვინ რა როგორ და რანაირად დაფინანსებს მათ შორის არც უკრაინაში არ წავა თანხები და მაგიტომ ბრძანა ზელენსკიმ ჩვენ მოგვატყუეს ნატოში არ შეგვიყვანინო ზელენსკიმ დღეს რომ უატყუებენო ზელენსკის განცხადება იყო დღეს დიახ რომ რა ეგონა აი რა მომავალი შეიძლება კონდეს ბატონო მომუკა ზელენსკის ზელენსკი გაწირულია ზელენსკი გაწირულია ამ დიცაჯერაკო თამაში ზელენსკის როლი უკვე ამოწურულია ზელენსკი ახლა როგორ არის გახსოვთ გამოვიდა ჯერ ბაიდენის ხელისუფლება გააკრიტიკა ის იძახა რომ ის ფული რაც მოდიოდა ჩემთან რა გინდა თუ თვითონ იტოვებდნო კორუფციული წყარო იყო ტრამპმა პირდაპირ განაცხადა და მისმა იმან რომ აი ეს არის კორუფციული სქემა იყო ფულის გადარიცხვები იმაში რა ქვია უკრაინაში და ზელენსკი გაწირულია როგორც კი ხელშეკრულება დაიდება და როგორც კი საომარი მოქმედებები შეწყდება უკვე თან არჩევნებიც უწევს და საპრეზიდენტო და მეორე სერიოზული უკვე ოპოზიცია ყავს და ნუ ფაქტიურად დამარცხებულია, იმიტომ რომ ის ტერიტორიები, რაზეც მას აქვს პრეტენზიები, დღეს განაცხადა, ჩვენ არაფერს დავთმობთო, მაგრამ დაათმობინებენ რაზეა საუბარი და რა თქმა უნდა. ზარი გვაქვს ისევ ეთერში შემოვიყვანოთ მაყურებელი, მოგესალმებით, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ, შეგიძლიათ ისაუბროთ. გამეშინდობის ბატონი ლოკალბატონი. საღამოშიდობის. მოგესალმებით. დიდი მადლობა. 25 და სამ დასასწაულს ახალწელს შობახალწელს და ნაცვლიერებას. გაიხარეთ. თქვენც ასევე. თქვენს გისურვებ გამავჟანია. ეხლა რაც შეეხება საკითხი კონკრეტულად არაფერი გაქვს ისეთი შემიძლია ვისაუბრო რაც მე მინდა ხო? კი ბატონო, კონკრეტული შეკითხვა არ გვაქვს, თვერაზეც გნებავთ გამოხატვა. დიახ, აი მე მინდა ტრამპთან დაკავშირებით ესე იგი ვილაპარაკო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მინიშნებები გაკეთდა, იმიტომ რომ თანხდება ტრამპი საქართველოს მთავრობასთან სამ საკითხში, ახლა არ გავში თქვენ კარგად იცით რაზეა ლაპარაკი. ტრამპმა ძალიან კარგად გაუქმა ყველა ეს საძიძვარი ბაიდენის ეს ყველაფერი ეს რაც იყო. მაინტერესებს ეს რომ დაასანქცირეს ეს ჩვენი ხალხი, თუ შევიდა იქ ეს მაინტერესებს ძალიან, იმიტომ რომ მე ვადენებ თვალყურს და არაფერი არ არის. და იცით რა შენ საქმე ახლა გამეცინა
რო თქვით მილიონამდე რო იყო დოლარიზე ეს ბილეთები და ხომ შეძლო ივანიშვილს გასულიყო, მაგრამ არ იკადრა ეს. ხომ ეს ყურად საღებია. მაიმუნები გაიქცნენ და კორიდორებში დარბოდნენ და ტელევიზორით უყურებდნენ იმას ყველაფერს. ნამდვილად. დღეს კიდე ვიცით რა იყო ეს წავიკითხე რომ იმაში ევროპარლამენტარებმა ძალიან კარგი შეფასება გააკეთეს საქართველოს მიმართებით და ჩააჩუმეს ის ქალბატონი. იყო რამდენიმე კარგი კომენტარი. დიახ და ეს მე მგონი უკვე ძვრა არის ჩვენთვის მე მგონი ეხლა მე არ ვიტყვი რომ ტრამპი დღეიდან და ხვალიდან უკვე საქართველოსზე მაგრამ ისეთ არის მე მგონი ეს წარდგება საქართველოს უკვე და აი ეხლა ნახე კადრები დოიშვილს რომ გამოყავთ თეატრალური რაღაც მაიმუნობა ესე იგი აი ეს რა უმზამსობაა და იცით რაში მაგრეს აი ქალბატონმა ნატამას თქვა რომ ისო რა ქვია იღებენ ივანიშვილის ფონდიდან იღებენ ფულს და კიდე იმის წინააღმდეგ გამოდიან ეს ხოთლად უმადურობა ეს და ბიუჯეტის ფული კიდე ქალბატონო პლუს ბიუჯეტიც დიახ და აი მაგვირებს აი რამ გააგიჟა ეს ხალხი რა უნდა რა დარდიან აი საინტერესოა ამაზე და ეს რამ გააგიჟა ეს ქალბატონი ირმაინაშვილი რა ისტერიული მუხარებს იმაშვრება ახმოვანებს ეთერში რა შემოქმება რა უნდა რა სილანძღებიან ალბათ ქალბატონებმა თავად გასცემს თითქოს ისეთ მაბადეს ეს რაღაც არ მინდოდა ეს მეთქვა მაგრამ უნდა გავაჟღერო რომ გაიგონ არ შეიძლება ხალხი იზიანდება უკვე და ისეთ რა ძალიან მინდა თქვენ პარტია როდის და იმას რომ მე მინდა რომ თქვენ მოგცეთ ხმას აიღო და რუსეთთან კიდე უნდა დარეგულირდეს არ შეიძლება ასე რუსო როგორ შეიძლება რუსეროს რომ ამკერენემენ შეურაცხყოფას როგორ შეიძლება ეს რა სიმდამლეა ბატონო ქალბატონი როგორ შეიძლება რუსის ერის ასე შეურაცხყოფა არ შეიძლება ნამდვილად გეთანხმებით არც ერთი ერის რა თქმა უნდა და მათ შორის არც რუსის და კი ბატონო რუსოფობიურ გარემოში გვიწევს გარკვეულად ყოფნა კი მადლობა თქვენ ზარისთვის დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის და ამ ჯანსაღი პოზიციებისთვის კაპიტანატა ერთ საკითხზე მინდოდა თქვენი აზრი მომესმინა აი ტრამპის ინაუგურაციასთან დაკავშირებით ქალბატონი შეეხო რა დღეში იყვნენ ხო რომ ოღონდ ამ ინაუგურაციაზე მოხვდეთ რაღაც აი აქედან სამთავრობო მედიასაც ვატყობდი ერთგვარი კომპლექსი ქონდა თითქოს ამ საკითხებზე რაზე მინდა იცით ყურადღება გავამახვილო ასეა თუ ისეა ტრამპი აირჩია ამერიკელმა ხალხმა დავესესხები ბატონ მამუკას ეს არის ამერიკის პრეზიდენტი ჩვენ რა თქმა უნდა შეიძლება კეთილგანწყობილები ვიყოთ წარმატება უსურვოთ მაგრამ აი ასეთი აჟიტირება უცხო ქვეყნის ლიდერის არჩევის დროს და მთელი ქართველი ერი მოლოდინით უყურებდა აბა ვინ გადაიღებს ტრამპთან ცოტა აი ხო ხვდებით რისი თქმაც მინდა აი არ არის ეს ერთგვარი ტრაგიკომიკური სიტუაცია ჩვენი ერისთვის რომ თითქოს მაინც იქიდან ველოდებით რაღაცა ხსნას ხო და არასდროს არ ფიქრობთ იმაზე რომ უსურვო წარმატებები მაგრამ ჩვენი გაგჭირვებია ჩვენ თავს მივხედოთ ხო არა მე დაგეთანხმები თქვენ ამაში რომ ტრამპი რომ საქართველოს ხსნა არის ეს ნამდვილად არ არის ესე ტრამპს აქვს თავისი ინტერესები კარგი და შემოუშვაც არის კი ბატონო შემოუშვაც არის და ალო? გამარჯობა გისმენთ. ეთერში ხართ. გამარჯობა. საღამშვიდობის. აი ქართველებს რა სიტყვები გვაქვს? დილამშვიდობის, საღამომშვიდობის. კი ბატონო. აი ქართველები ვინ ვართ ჩვენ? რა გვინდა ჩვენ? ტრამპის მაგალითი. ასეთი ხალხი უნდა გყავდეს. მამუკა კარტოზია, მამუკა აი დღეს დავიკითხე სტატია მამუკა ფიფიაზე. რამდენიმე ხნის უკან საუბრობდა მიხეილ ჟღენტი. აი ხალხი უჩვიანესი. აი ქალბატონი ნატორგიზის. აი როგორი შემტევი ქალბატონია, როგორ სიმართლე უყვარს, როგორ უნდა ხალხი გამოფხიზეს. ტრამპი, რა გვინდა ასეთი ხალხი ვყავდეს. ახლა როგვისი საგერდა გვამონაცებს ხო? მამუკა კარტოზია. ეს როგორ სტუდენტებს როგორ აი სტუდენტებს სიყვარულის ქართულ სიყვარულს ჩაუნერგავს თავის ლექციები. შილო ასეთი ხალხი უნდა ვაქოთ. ასეთი ხალხი უნდა დავაფასოთ. თორე ტრამპის მაგალითს ტრამპი ამაში ზარდიბას ვიზავს ის თავის ქვეყნის ნამდვილად ამ 64
გამოცხეს არ გამყიდოთ გეხვეწების ვისაც შეგიძლიათ ვისაუბროთ სამართლიანად დიდი მადლობა. თუ გამარჯვებული გველოს თუ გამარჯვებული გაიხარეთ დიდი მადლობა დიდი მადლობა კალბატონო მადლობა ზარისთვის და აი კალბატონო ნატა რაზეც ვსაუბრობდით ზუსტად სწორედ ბრძანა კალბატონო ჩვენ ერთგულმა მაყურებელმა მადლობა თქვენ კალბატონო ამ ზარისთვის ნამდვილად რა დროის ტრამპია ტრამპს თავისი ქვეყანა და ჩვენი ქვეყანა გვინდა სწორად იმიტომ ვთქვი მე ჩვენ გვყავს ჩვენი ტრამპი ბატონი ბიძინა ივანიშვილი რომელიც სრულად იცავს ჩვენს შვიდობას და საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესებს. შემოუშვათ ზარი ეთერში კვლავ ძალიან აქტიურია დღეს მაყურებელი და დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. გამარჯობათ გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ შეგიძლიათ ისაუბროთ. მოგესალმებით. მადლობა რომ გვირეკავთ. უსმენთ თქვენ გადაცემას ყოველთვის ვაგვირდები და ძალიან მომწონს თქვენი გადაცემები, მაგრამ ახლა რომ დავითვალე რომ ვანგარიშობთ ლაპარაკობ იაშვილი ესენი ისეთ ხალხს აფინანსებს ეს ივანიშვილი რომელიც აგავია საქართველოსთვის არის გამოუსადეგარი და ამჯობდა რომ გლეხი ხალხისთვის ამ პენსიები მოემატებია ამ ისეთი ხალხი დაეფინანსებია რომელიც ნამდვილად ქართულ ხალხს გამოადგებოდა ამ სოფლის მეურნეობაში ჩაედო ამდენი თანხა და ეს აგავი ხალხი არ დაეფინანსებია და არ გამოიყובה ივანიშვილს ხო შეიძლება ეს კი ბატონო, მადლობა, თუმცა ალბათ ამ შემთხვევაში ადამიანი ხელოვნებას აფინანსებს, მაგალითად თუ თეატრის დაფინანსებაზე საუბრობ და ის რომ მე ამ ყველაფრით სარგებლობენ ვიღაცეები ბოროტად ეს ალბათ იქაც ბევრი მტერი, მადლობა თქვენ ბატონო ამ შეკითხვისთვის, მაგრამ იქაც ბევრი მტერი ყავს ბატონ ბიძინას. ბატონი ბიძინა ხო არ ურიგებს არა, იქ სტრუქტურაში სულ ლიბერალები არ ხო ხედავთ არა, მთელი მსახიობი გამოსულები არიან ქუჩაში და რუსული მას აპროტესტებენ. რა რუსული, რა არის რუსული აქ საქართველოში? ხო, რუსულსაც თვითონ თამაშობენ. ქართულიდან ბატონ ბიზნეს დახმარებას იღებენ. პლუს ჯიბეში იდებენ რაზე ხალხი დაავადდა. ძალიან ბევრი მოღალატე და უმადური სამწუხაროდ აღმოჩნდა აი ამ სფეროში. ნამდვილად, რაც არის მათი სფერო და მათი პროფესია, მსახიობები სრულად ამართლებენ, კი? ისინი არიან სრულად მსახიობები. ისიც რა არის ერთი მოიგეს კარგად ვიყავი. რაც შეეხება მილიარდზე მეტი აქვს სოფლის მეურნეობაში რო ჩადებულია ბატონ ბიზნეს. ისიც რამდენი აქვს ჩადებული სოფლის მეურნეობაში. უამრავი არის რაც ჩვენ ვიცით. აი რა მივიდა ბატონო მამუკა გლეხამდე. ეს რა თქმა უნდა, ეს ბატონი ბიზნესა კარდაკარ ვერ ჩამოვის. ეს არის იმ უსინდისო ჩინოვნიკის ბრალი რომელსაც გლეხამდე არ მიიტანა. როგორ ფიქრობთ, აი ბატონო მამუკა თქვენთან გავაგრძელებ ამაზე საუბარს, მაშინ მართლაც ამ ხრივ ალბათ ყველაზე დიდი კრიზისი ხელისუფლებას დღეს აქვს, ხო? აი უმადურობაზე თუ არის საუბარი, თუ კი ვინმე უმადური იყო, გამოვიდა მზის სინათლეზე. არ ვიცი, ხა ჩვენ ვაფასებთ უმადურობა, თორე თავის გაგებით შეიძლება ძალიან ჭკვიანურადაც იქცევა. ყველამ თავის საქმეს თვითონ მიხედოს, მაგრამ სახელმწიფოსთვის, ხელისუფლებისთვის თუ არის დღეს თქვენი აზრით გასაგები, რა კონტინგენტა, რა ხალხთან აქვს საქმე და უნდა ველოდოთ თუ არა მართლაც პირდაპირ ვიტყვი რა ყოველგვარი მორიდების გარეშე აი სტრუქტურების წმენდას იმ ადამიანებისგან რომლებიც არიან აბსოლუტურად გეთანხმებით ეს თუ არ მოხდა აი პირდაპირ გეუბნებით მე პირადად სტუდიიდან ეს თუ არ მოხდა მაშინ ქართულ ოცნებას ძალიან ცუდად წაუღო საქმე უკვე თუ ის ხალხი აი ის ხალხი ვინც მას ხარს უჭერს ვინც გვერდზე ვინც ხმამისა ხმა რატომ ისა ქართულ ოცნებას ამიხსენეთ ხმა იმიტომ ის შეკვეთა იმიტომ ისა რომ გაიწმინდოს ერთხელ და სამუდამოდ დაწყებულია ბატონო მაგრამ ძალიანაც კარგი აი ამერიკის შეერთებული შტატები რომ მოაქვთ ყოველთვის მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში შემოკარგებო ორჯერ მოხდა ესეთი წმენდა პირველად 18-21 წლებში და მეორეჯერ ომი 45 წლის მერე ომი რო დამთავრდა რო არ გავრცელებულიყო კომუნიზმი არც ერთ სოციალისტური იდეის მატარებელს სამსახურში არ ღებულობდნენ სპეციალური კომისიები იყო შექმნილი ცნობილი მაკარტის ანტიკომუნისტ საქმიანობის შემსავლის სენატში არ ღებულობდნენ ზაპრედ ნაპროფესიო ბოდიში დამნევრა ისე სამსახურში არ ღებულობდნენ შეხო აკრძალო იყო პროფესორი იმიტომ რომ მათ სისტემური იყო ეს იყო მე ერთხელ მოვყევი აქ
ჰოლივუდში რო შეიქმნა როლანდ რეიგანი იყო თავმჯდომარე ამ კომისიის და რეიგანმა გამოიტანა დასკვნა რომ ბერტოლდ ბრეხტი, ჩარლ ჩაპლინი არ შეესაბამებიან ამერიკულ სინამდვილეს და ჩაპლინი გააგდეს ამერიკიდან. კი, სხვაგან ცხოვრობდა. ბრეხტი გააგდეს ამერიკიდან. აშერ მილერი, ცნობილი არტურ მილერი რამდენჯერმე დაიბარეს იმ სეილემის პროცესი ეს მეტაფორაა აი მისი გენიალური ნაწარმოები რო არის აი ზუსტად ეს იყო ამერიკამ ეს გააკეთა და ამით გადაირჩინა თავი უნდა ვიცოდეთ ისტორია აი დღეს გავიგე საოცარ ხო იმაშვება საიდანმა თავისი შვილი ოჯახის წევრები წინასწარ შეიწყალ ახლა ნეპოტიზმზე ჩვენ ხო აი წარმოგიდგენია აი ზუსტია თენგო შვილი ისეთ თავ როგორ შეიწყალა ისეთი მუხლი შეიწყალა თუ ისეთი მოცემულობით ბაიდენმა რომ ვერცეთი აწეხ ვერა ძალიან რო გინდოდეს ვერ გაასამართლე არდა კრიმინალია ფაქტ დაუდასტურდა თვითონაც აღიარა ბაიდენიშვილმა ჰანტერ ბაიდენმა კი მე დამნაშავე ვარო და ციხეში უნდა წასულიყო მაგრამ გააკეთა უშოს გაუკეთა შეადარეთ სტალინი ახლა ხო აბა აი ძალიან რა კარგი ანალოგია შეადარეთ შვილი გაწირა მართლა შვილი გაწირა ზარი გვაქვს ისევ ეთერში, რამდენადაც ვიცი, შემოვიყვანოთ მაყურებელი. მოგესალმებით, გამარჯობა გისმენთ, შეკითხვა ხომ არ გექნებათ? მოგესალმებით. ცოტა შორიდან დავიწყებ ახლა ამერიკასთან შედარებით. ტრამპის არჩევნებთან დაკავშირებით. კი ბატონო. ძალიან ადრეა. იმიტომ რომ ტრამპს იმდენი მიტინაურია თავშიგნი სამხედრო წარმოებების ხელმძღვანელების სახით ასევე სოროსის და მისი პარტნიორების სახით იქ რა მოხდება კაშმარი სიტყვით ტრამპმა კი ისაუბრა ასე ვიზამ მაგრამ ბევრი დაპირება ჰქონდა კენესელს და რა მოუვიდა ისურის ხონდა და თვითონ კარგად კი ბატონო თუმცა ვისურვოთ რომ დიახ განაგრძო მე ვცხოვრ არის მაგრამ ამერიკასთან აღსახე სადაც ყველაფერი მოსულ ჩვენ ახლა აქ ვშოვთ რომ პატარა საქართველოზე ჩვენ არავინ არაფერს არ გადავაწყვეტიებს 3 მეგაპოლისი ყალიბდება ჩინეთი რუსეთი ამერიკა რუსეთი ეს ორი ჯერჯერობით გადაჭაჭული არიან ერთმანეთთან რუსეთი და ჩინეთი ამის დაშლა უნდა ამერიკას ახლა კი ამის დაშლა უნდა ამერიკას არ გამოუვა მაგრამ პუტინი იმის ჩიტი არ არის მაპატია კავშირებში ამ სიტყვაზე რომ ტრამპმა მოუგოს. აქ დიდი გეოპოლიტიკური ამბავი მიდის. ერთადერთი ჩვენ რა არის, რომ ჩვენ ტრამპი მოგვეხმაროს, რომ ეს არჩეული მთავრობა ცნოს, სიმშვიდე შევინარჩუნოთ კეთილმეზობლური ურთიერთობა რუსეთთან. იმიტომ რომ ტრამპმა შექმნა პრეცედენტი, თუ როგორ მიიწვიოს მისი ტერიტორიაზე. თქვენ წარმოგიდგენია აქ იუგოსლავია გამეორდება აქ ჩვენთან. აღარ დაჭირდება რუს ხვეწნა მუდარა ის გამოაცხადებს საქართველოს თავის შეერთებების ქვეშ. და მე შემოვდივარ თქვენთან ხშირად და დიდი მადლობა ზარისთვის გმადლობთ და მე მაპატიეთ ეს ორ სიტყვით კი ბატონო დაასრულეთ ქართველებს ამ მომენტში საძია მოთმინება წერან ნაცების ტელევიზიაზე მოვისმინე რომ ხალხი გარბისო. გარბიან ისინი ვინც თუ შენდა პოლიციელებს და გძნობენ რომ მათი როგორ თქვა ახლა ქართველები არიან. ეს ნაგავი მაპატიეთ მე ამათ ვიცხებს უწოდებ მე. გაქცევაზე არიან, მაგრამ არ მინდა რომ გაიხსნენ. გადაკეთდნენ, გადაიხარშნო. და ისევ საქართველოს მასაში დარჩნენ და ცხოვრება გააგრძელა. და ამ ქვეყნის ინტერესებს მოემსახურონ თავისი ნიჭით რაც აქვს. ამიტომ ჩვენ გვმართებს, აქ ვერცივანი შეცვლის საქართველოს ამბავს ახლა დღეს, ვერცვერავინ არ შეცვლის. იმ ხედა გეოპოლიტიკური, მე გეოლოგიკაზე ვარ და მე ტექტონიკური რღვევები ვიცი რა არის. ფილების გადაადგილება ერთმანეთთან იწინა. აი ესეთი მიწის რო არის ახლა ფაქტი. დიდი მადლობა ძალიან საინტერესო. ძალიან საინტერესო კომენტარი იყო და საინტერესო მეტაფორაც აი ამ ტექტონიკურ ზურებთან დაკავშირებით და აი რასაც ბატონი საუბრობდა სხვათა შორის უმცირე ხნის წინ გავწოდოთ. ერთი მინდა თენგო ბოდიშვილი ტრამპთან დაკავშირებით ბზანა ბატონმა აი იმ პასაჟში ვერ დავითანხმები, იმიტომ რომ ტრამპი ჩემო ბატონო მარტო არ არის მოსული. ტრამპი არის გუნდით მოსული, რომელიც მასზე უარესი, რომ ვთქვათ, კონსერვატორები არიან. ვენსიც, რუბიოც,
უოლცის და სხვები და სხვები, ასე რომ გუნდური თემა ყველა ერთნაირად ფიქრობს. ტრამპი გამოხატავს ხო, აი ზუსტად ეგ არის. კენედის ეს არ ქონდა, მაგრამ აი აქ შედარება ითქო რომ ბრძანეთ, ხო? აი აქ ერთი დიდი კოზერი ტრამპს, იმიტომ რომ გუნდი ერთიანია, მთლიანია და შეკრულია. ეს არის მისი გამარჯვების საწინდარი. აი დღევანდელი გუნდი, იმიტომ რომ ძირითად მაგისტრალურ თემებში ყველა ერთნაირად აზროვნებს. თუმცა ძალიან მძიმე პერიოდი ექნება, აი ტრამპის განცხადება არის იგივე რუსეთთან დაკავშირებით არის და ალბათ საინტერესო იქნება მაყურებლისთვისაც რუსულ-უკრაინულ ომზე საუბრობს. თუ მალე შეთანხმებას არ მივახსენებთ, სხვა გამოსავალი არ მექნება გარდა მაღალი დონის გადასახადების, ტარიფების და სანქციების დაწესებისა რუსეთისთვის. მოდით დავასრულოთ ეს ომი. ანუ ის ერთგვარად მაინც აი ინარჩუნებს იმ ამერიკული პოლიტიკის სტილს, შანტაჟის ენით ლაპარაკს, ხო, მაინც? არა, თან როგორ იცით, რომ აი უფრო ზემოდან და ეს მოცემულობა სტილია. ჩათვალეთ რომ ომი მორჩება, ამაში ორი აზრი არ არსებობს, იმიტომ რომ ომი პირველ რიგში არც რუსეთს აწყობს, არც ამერიკის შეერთებულ ომი მორჩება ბატონო მამაკა, მაგრამ მორჩება ისე, როგორც უნდა რუსეთს და არა ისე, როგორც უნდა ზელენსკის და ევროპას და არა, ეს უკვე მორჩენილია, ქალბატონო, ეს რაც ომი მორჩება ისე, როგორც უნდა პუტინს. რუსეთისთვის დამაკმაყოფილებელი პირობები და ერთი მინდა კიდე გავიხსენო. არავის არ უთქვია და არ გავხსენებია. ამ რამდენიმე დღის წინათ გამოვიდა უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, ეხლა არის პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე უშიშროების საკითხებში გენერალი ნიკოლო პატრუშევი. უმკაცრესი განცხადება გააკეთა. თუ მიაქციეთ ყურადღება, მან რა თქვა. თუ ასე გაგრძელდება, ეს არასდროს არ უთქვია იმას პატრუშევს. თუ ეს ასე გაგრძელდება, შეიძლება არ იყოს უკრაინას როგორც სახელმწიფოს არსებობა დადგეს. 2025 შეიძლება არსებობა შეეწყვეტოს. დაამატა მოლდოვას. თუ მოლდოვამაც ასე დაიწყო, შეიძლება ამ ორმა სახელმწიფომ შეეწყვეტოს არსებობა. ძალიან მძიმე ეს უმძიმესი განცხადებაა, ხალხო. ეს არ არის მარტივად და ჰაერიდან მოსული, ხო? კადრებიც ისე მოაძლიერა პუტინმა. ძალიან კარგი წმენდა მიდის და ეს არ არის, ხო, ეს არ ყოფილა ეს განცხადება და ეს უკვე გააკეთა პატრუშევმა და იცით ეხა პატრუშევი მარჯვენა ხელია და თან ჩათვალეთ რომ კრემლის და პუტინის ნარატივი გააჟღერა. და სხვათა შორის აი ჩვენს იმ ძვირფას მედასავლეთების გასაგონად მინდა ვთქვა, მთელი ეს პერიოდი ჩვენ ხო გვარწმუნებდნენ რომ უკრაინა თვითონ წყვეტს თავის ბედს და როცა უკრაინა იტყვის, მაშინ დასრულდება ომი. აი რატო გვაქვს დღეს ის სურათი, რომ ყველა იმას ელოდება, აბა პუტინი დათანხმდება თუ არა შეთანხმება, თორე ზელენსკის რამეს დათანხმდება თუ არა, ვინმე განიხილავს საერთოდ. მათ შორის ეს თქვენი პროდასავლელი, თქვენი დასავლელი ლიდერები, შოლცები, მაკრონები, ვინმე ახსენებს, აბა ზელენსკი არის თანახმა ომის დამთავრებაზე, კაციშვილს რო აინტერესებს თქვენი თვალით ხო ხედავთ ამ ყველაფერს ხო გეუბნებოდით და ჩვენ ვიყავით ამ დროს რუსეთი გვაფინანსებდა რომ თურმე ეს უნდა გველაპარაკა და იმედი მაქვს რომ ეხლა მაინც იქნება ცხადი რა მათ შორის საზოგადოებისთვის, მაგრამ არ ვიცი ხანახამ კარგავ ხოლმე იმეც რომ ამათ უბრალოდ საღი აზრის აღქმის უნარი არის. ხვალ რაღაც ახალი სიგიჟე გამოჩნდება, იმაზე დაიწყებენ ლაპარაკს და ეს ამ თემაზე დაიწყებენ როგორც კოვიდი დაივიწყეს. სიმართლეს აღიარება არ უნდათ ბატონო თენგო და ხდება ისეთი რაღაცა, მე გავაზიარე ეს სოციალურ ქსელში დაიდო ქართველი ნაცები იქაც კარგ მებრძოლს კლავენ. წარმოგიდგენიათ? კარგ მებრძოლს კლავენ. კიევში მოხდა ეხლა მოკლეს ქართველმა ქართველი მოკლა. ნუ წარმოგიდგენიათ იქ საომრად არის. იმიტომ რომ ქართველმა დღეს შენო არ ახარო მებრძოლია და აქ ტყუილა ნოითულებები წადიო რა და იმაში ნუ ხარო აქ ჩვენ იმაში ჯგუფში და შევიდა და ჩახოცა ეს ქართველი. და ის დამჩენი მეორები. აი ასეთი ნაგვები არიან ეს ნაცები, სწორედ დასავლეთის აგენტი ნაცები უკრაინაშიც დასავლეთის მსახურები. რომ იქაც ვინც ერთგულად ემსახურება, ნუ რამდენად სწორია ამას არ განვიხილავ ახლა, მაგრამ იმ ომს ერთგულად ემსახურება, იმ ომში რუსებს ებრძვის და ჩახოცა ამ ნაციონალმა ისით. როგორ თუ მე ეს მითხარი რომ შენ აქ საბრძოლოდ არ ახარ, მარადიორობენ ქართველები, სირცხვილია, მაგრამ მარადიორობენ. სამწუხაროდ როგორც ჩანს ალბათ თქვენ ახსენეთ ბოდიში კოვიდი და მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენო რომ ყველაზე პირველი გადაწყვეტილება რაც ტრამპმა მიიღო, ამერიკა გამოიყვანა მსოფლიო ჯანდაცვის ჯანმოდან გამოვიდა პირველი ეს იყო მისი განცხადება და მისი გადაწყვეტილება რომ ჯანმოდატოვა ამერიკის შეერთებული შტატები. ანუ ფაქტობრივად გადავლოცა ჩინეთს, იმიტომ რომ მოყვა ამას მე როგორ ჩინეთის განცხადება, რომელმაც გააკრიტიკა ტრამპი, ჯანმო კი არ უნდა დაიშალოს, ის უნდა გაძლიერდესო და ერთგვარად თვითონ აიღო თითქოს ამ ჯარმოზე პატრონაჟი მომავალში და ამდენად როგორც ჩანს იმ მიმართულებით. იცით კიდევ რა ხდება ბატონო თენგო მან ჯარში და ომში, მან სადაც ქართველები არიან და არა მარტო ქართველები
მმართველები ბრძოლის ველზე რაღაც ნარკოტიკს უკეთებენ ისეც, ყველა თუ ადგილზე არ მოკვდი, ყველა ავადდება, თქვა კიბო ემართება ზოგს რა ნაწილზე ზოგს რა, აი დავადებას ხნი, აი სადაც უფრო სუსტი აქვს სხეულის ორგანო, ხო? იქ ემართება კიბო, იქ ურტყავს კიბოს. და გამოდიან მე ეს ისინი, რა ქვია, ამათი ოჯახის წევრები და რუსეთი ისეთ რაღაცას ასხივებსო, რომ კიბოს გვართელს, ბიჭო, ვინ თქვენს გაიკეთეთ, თქვენ დაგემართათ კიბო და ვინც არ გაიკეთა, იმათ არა. ეგ როგორ არის? გაიგეთ, რუსეთი ისეთ სხივებს უშვებსო, რომ მებრძოლეს იმდენად ფსიქიკურად უკვე არიან არაადეკვატურები. თუნდაც ეგრე იყოს, ეგ არის ზუსტად ის არგუმენტი, რომ ეგომი უნდა დამთავრდეს და შეცვლეს და ესე გიჟეთ, ორე იმას თუ აქ ეგი არა გამოიყენებს, აბა რა ასეოს, იმისთვის აქვს რომ გამოიყენოს. ხო, მაგრამ როცა იცი ნარკოტიკი გაიკეთე, ამას რატო ამბობ? იმას არ აქვს ყურადღებას, ხო? ეს ხო საერთოდ მე. ადგილზე ხო მოკვდა ვინც გაიკეთა, იქ გაიკეთეს 10, 5 თუ 12. ხო კვდებიან იქ არა, ვერ გამოდიან იქ და კვდებიან. და ვინც გადარჩება მას აუცილებლად კიბო აქვს. რუსეთი ისეთ რაღაცას უშვებს რომ აი აქ ჩვენი ახალგაზრდები ასე ავადდებიან. ეს გლელები და თვითონ ეს აი ეს ახალგაზრდები ვინც გარდაიცვალნენ, ვისი შემოტანილი ნარკოტიკით გარდაიცვალნენ. იმას რატო არ ამბობთ ხალხო? თქვენ გონია ბნელო და სხვა მარიცის? ყველაფერი კარგად ვიცით და სავსე ეს ჯარი თურმე გეი ჯაიმით, რა ქვია. გეი მებრძოლებით. აი გეი რო იქნება, კაც იმის იმედი რო გექნება, ქვეყანას დაიცავს, თავის საკუთარი ადგილზე რო ვერ იცავს. აი თქვენ რო დაღუპულები ხართ, ვერ ხვდებით? ჰა? სამარცხვინოები ხართ რა პირდაპირ. არ ვიცი საიდან რა დავიწყო, რა თქვა, არ ვიცი. ამათი გადამკვიდრება. დიდი მადლობა. სამწუხაროდ ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა. სემალი დამთავრდა. კი ბატონო, საათი და 15 წუთი. ასე მალე გავიდა. კი ბატონო, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იყო თქვენთან გადაცემა და მადლობას გადაგიხდით სტუმრობისთვის. მადლობა, დაგემშვიდობებით, შეგახსენებთ რომ ბატონი ნატა არყლიანი და ბატონი მამუკა კარტოზია იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. მე ხვალამდე დაგემშვიდობებით, კარგად ზანდებოდეთ. კარგად ზანდებოდეთ. მშვიდობიან ხამეს გისურვებთ.